ჩვენ შევთანხმდით, რომ დღევანდელი განსახილავი თემა იქნებოდა, ესე იგი ღვთისაგან სამყაროს შექმნის მიზანი და მიზეზი, არსი, ხო? სხვადასხვანაირად შეიძლება დავასათაურო, თუმცა შინაარსი არ იცვლება. თუ რატომ ქმნის ღმერთი სამყაროს, რა არის ამ სამყაროში ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ, ხო? მე უნდა გაიშალოს ქვესაკითხებად, ქვეთემებად უნდა ჩავშალოთ ეს მოცემულობა, ეს სათაური. პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ, ჩვენ ახლა მრევლი ვართ შეკრებილები, ასეთი ღვთისმეტყველებას არ უხდება ეს ტერმინი, მაგრამ გამოვიყენებ ტექნიკური ტერმინის სახით, პროფესიული განსწავლა წმინდა წერილში, თქვა ადამიანი იჯდეს და კითხულობდეს ძველ აღთქმას, საეკლესიო განმარტებებს, ამის შესაძლებლობა ნაკლებად, ხო, ყველა სამსახური აქვს, ოჯახის წევრები არიან და ასე შემდეგ. ამიტომაც როგორც წესი ჩვენი მრევლის დიდი ნაწილი ალბათ უფრო არსებითად ყოველ შემთხვევაში მე ვისთანაც მქონია ურთიერთობა ამ დასკვნას აი ეს დასკვნა გამომაქვს ახალ აღთქმას კითხულობენ ახალი აღთქმის წიგნებს თქვა დღეში ერთი თავი ან ორი თავი ნუ სხვადასხვანაირად ვის როგორ შეუძლია და ხშირად ასეთი რაღაც მსმენია ცალკეული ადამიანებისგან რომ ძველი აღთქმის წაკითხვის აუცილებლობა სულაც არ არის რადგან ძველი აღთქმა დასრულებულია ახალი აღთქმის ჟამი დაგვიდგა და დამთავრებული მიბრუნება და ხელახალი გაცნობა ამის აუცილებლობა არ გახლავდა მოკლედ უნდა დავანებოთ ამას თავი მაგრამ ასე მარტივად ვერ გადაწყდება ეს ამბავი და რატომ იცით თუ ადამიანი ძველ აღთქმას შესაძლებლობების ფარგლებში კიდევ ერთხელ ამას ხაზი გავსვა და ყველა ერთნაირად თუნდაც ერთ საგანს სწავლობდეთ იმას ვერ მივიყვანთ ბოლომდე ხო მეტნაკლებობა ყოველთვის იქნება მაგრამ თუ ადამიანი ძველ აღთქმას რაღაცა დონეზე მაინც არ იცნობს როგორ თქვა ზოგადი წარმოდგენა მაინც თუ არ აქვს მისთვის ახალი აღთქმის სწავლება და მოძღვრება გაუგებარი იქნება რადგან თავარი და არსებითი ახალი აღთქმისა დანიშნულება რისთვისაც ის დაიწერა რა არის კაცობრიობის გამოხსნა განკაცებული ღმერთის მიერ ანუ ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტაზი ჩვენ ზოგჯერ დოგმატური ფორმულირებაც მოგვიწევს ღვთისმეტყველების საკითხებისა რომელიც დაუსაბამო და მარადიული ღმერთია ერთ-ერთი სამებისაგანია სხვანაირად თუ ვიტყვით გარკვეულ ჟამს პირველ საუკუნეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წიაღში შეისხამს ხორცს ანუ მიიღებს ადამიანურ ბუნებას თავის მარადილ ჰიპოსტაზში და როგორც სრული ღმერთი და სრული კაცი ისე მოევლინება ქვეყნიერებას და აი ამ მოქმედების შედეგად და სახარებაში გადმოცემული მოვლენების გზით, ხო? და ვარქვათ ასე მაცხოვრის მიერ აღსრულებული სულიერი ღვაწლის შედეგად მან კაცობრიობა გამოიხსნა და ზუსტად ამას მოგვითხრობს ახალი აღთქმა, ამის თქმა მინდოდა, როგორც 4 სახარება, ასევე გაგრძელება დანარჩენი წიგნები, მაგრამ რისგან გამოიხსნა? რაში სჭირდება ადამიანს გამოხსნა? ან რა დაემართა, ხო? რომ დაუძლურდა და უკურნებელი წყურლებებით აივსო ჩვენი ბუნება ეს რას უკავშირდება, საიდან მიიღო ამან დასაბამი? ჩვენ თუ ძველი აღთქმის წიგნებს არ გავეცანით, ვერ გავიგებთ, უცნობი იქნება. ამიტომაც შეიძლება ნახევარი ვიცით, მაგრამ მეორე ნახევარი არ გვეცოდინება და ნახევრის ცოდნა უკვე არასრულყოფილი ცოდნაა, ხო? ნახევრით საქმე არ კეთდება, საქმე კეთდება, როცა მეტნაკლებად სრულად იცი. რაღაც კონკრეტული საგანი და შემდგომში უკვე იწყებ აი ამ მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე მოქმედებას. ამიტომაც უნდა ვცდილობდეთ რომ გავიგოთ სათავე, როგორ იწყება ზოგადად სამყაროს ისტორია, კაცობრიობის ისტორია, ღვთისაგან შექმნილი ადამიანი თავის თავში რა მდგომარეობას ფლობდა, მე ეს მდგომარეობა როგორ შეიცვალა და აი ამის საფუძველზე უკვე უფრო მეტად გასაგები, უფრო ლოგიკურად გასააზრებელი იქნება ის, რასაც გვაუწყებენ მახარებლები თუ დანარჩენი ავტორები ახალი აღთქმის წიგნების. და მოდით ახლა პირდაპირ დრო რომ არ დავკარგოთ, ეს რაღაცა მოკლე შესავალი, გადავიდეთ ძველ აღთქმაზე. თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ ძველი აღთქმის პირველი წიგნის ავტორი ეს გახლავთ წინასწარმეტყველი მოსე. პატარა-პატარა განმარტებებსაც დაურთავ, რადგან გჭირდება ხოლმე რომ კარგად გავიაზროთ. საეკლესიო განმარტებების მიხედვით ეს ადამიანი ასპარეზზე გამოვიდა ძველი წელთაღრიცხვის მე-15 საუკუნეში. ახლა ეპოქასაც მივაქციოთ ყურადღება. და პირველი მან დაწერა, რიგით პირველი წიგნი ბიბლიისა. თვითონ ბიბლიაც ბერძნული სიტყვა და წიგნებს ნიშნავს ქართულ თარგმანში. ანუ კრებული წიგნებისა, ცალკე აღებული წიგნი დაიწერა, 1, 2, 3, რამდენიმე და ჯამში მივიღეთ ბიბლია, რომელიც ძველ და ახალ აღთქმად იყოფა, ანუ ორ ნაწილად იყოფა და აი ძველი აღთქმის წიგნების სათავის დამდები არის წინასწარმეტყველი მოსე, ამაზე ვსაუბრობთ. და ის ასპარეზზე გამოდის მე-15 საუკუნეში. მე-15 საუკუნემდე ქრისტეშობამდელი ეპოქისა წმინდა წერილი არ არსებობს. და ის მამამთავრები, რომელთა სახელების თქვენ გსმენიათ, მაგალითად აბრაამ, ისააკი და იაკობი, მათ დაწერილი რჯული არ გააჩნდნენ, ის ვერაფერს ვერ წაიკითხავენ, რადგან მოსეს შემდგომი ეპოქა, ისინი უფრო ადრე გამოდიან ასპარეზზე. მაგრამ მათ ჰქონდათ ცოცხალი ურთიერთობა უზენაესთან. და ასეთი ადამიანები ცალკე აღებული პიროვნებები არიან, ხო? თუნდაც აბრაამ, ისააკი, იაკობი ვახსენე, მაგრამ უფრო ადრეული დროც ავიღოთ, ნოე, წარღვნამდელი და წარღვნის შემდგომი, ამ ორ ეპოქას აერთიანებს თავის თავში ეს ადამიანი, არც მის დროს არ არის წმინდა წერილი. და როგორც წმინდა ივანე ოქროპირი შენიშნავს, როდესაც ღმერთი, უფრო სწორად კაცობრიობა დაშორდა ღმერთს,
და უკვე სხვა შესაძლებლობა არ იყო, რომ მხოლოდ პიროვნული ურთიერთობით შემდგარიყო კავშირი, მოსე წინასწარმეტყველის ამ დიდი კაცობრიობის მოძღვრის საშუალებით უზენაესი უკვე დაწერილ რჯულს უცხადებს ძველი აღთქმის რჩეულ ერს, თუმცა რჩეული ერის სახით კაცობრიობას და აი იქიდან მოყოლებული ჩვენ უკვე საღვთო მოძღვრებების წაკითხვის, გააზრების, შემეცნების შესაძლებლობა გვეძლევა. რადგან მოსეა პირველი ავტორი ბიბლიური წიგნებისა, თუ გახსოვთ, ვისაც ახსოვს გავახსენოთ, ვინც არის ის იმათვის ვთქვათ, მის სახელს უკავშირდება 5 წიგნი. მან 5 წიგნი დაწერა. პირველი 5 წიგნი ეს არის მოსეს შემოქმედება. ესენი გახლავთ დაბადება, გამოსვლა, ლევიტელთა რიცხვთა მეორე რჯული და საბოლოო ჯამში ჩვენ დღევანდელი საუბრის თემისთვის უნდა განვიხილოთ რიგით პირველი წიგნი, რომელსაც დაბადება ეწოდება. ხო, ყველა წიგნი და მით უმეტეს ერთი შეხვედრის პარგლებში შეუძლებელი მოცემულობა, რაღაცა საკითხი უკვე განსაზღვრული და იმ საკითხის პარგლებში უნდა ასე იგი მიმოხილვა გავაკეთოთ. დაბადების წიგნი თუ ვინმე შეხება გქონიათ, ალბათ გაგახსენდებათ, რომ პირველ თავში გადმოცემული ისტორია, რითაც იწყებს ეს დიდი მოსაგრე ძველაღთმისეული, ეს გახლავთ სამყაროს შექმნის ამბავი. როგორ ქმნის უზენაესი სამყაროს. და ჩამოთვლილია ბიბლიური 6 დღე, ან სხვაგვარად ჰექსემერონული 6 დღე. მე შეიძლება ეს ტერმინი გამოვიყენო ჰექსემერონი და აქვე განვარტოთ. ბერძნული სიტყვა კომპოზიტია ჰექსის 6 ნიშნავს ქართულ თარგმანში, იმერა დღეს ნიშნავს და ჰექსემერონი 6 დღე, ასე ითარგმნება ქართულად. უბრალოდ კომფორტულია ერთ სიტყვაში ექცევა მთელი წინადადება. ქართულად არ გამოდის ასე ერთ სიტყვით გადმოცემა და როგორც წესი ხშირად ვიყენებთ ამას მედიცინაში თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებით, რაღაც გარკვეული უცხონოვანი ტერმინები მკვიდრდება და ჩვენთანაც ასეა ღვთისმეტყველებაში. აგერ მამა ირაკლიმ თეოლოგია გამოიყენა რამდენჯერმე ტერმინი, ეს არ გახლავთ ქართული, ხო? ბერძნული სიტყვა ჩვენში დამკვიდრებული, ჩვეულებრივად ეს გამოყენებადია და ქართულ თარგმანში ნიშნავს ღვთისმეტყველებას. ესე იგი ჰექსემერონი ნიშნავს შესაქმის 6 დღეს. აი ამის თქმა მინდოდა რომ მე მსმენელი არ დაიბნეს. აი ზუსტად ეს 6 დღე არის აღწერილი, როგორ ქმნის ღმერთი სამყაროს. მაგრამ მოდი დავსვათ ასეთ შეკითხვა, რიგით პირველი. მე ხა სიმართლე გითხრათ ასე საგანგებოდ არ მოემზადე და რატომ იცით? საგანგებოდ თუ მოემზადები, რაღაც ჩარჩოებში ხარ მოზღუდული. შეგნებულად წამოვედი რომ აი რაც მოვიდოდა გონებაში, თავისუფლება ყოფილიყო და იმ საკითხებზე გვემსჯელა და მე როდესაც გავალთ ბოლოში, შეკითხვებითაც შეიძლება მე რაღაცები გამომრჩეს და სრულად ბოლომდე ვერ განმარტო გარკვეული საკითხები, კითხვა-პასუხის რეჟიმში უკვე ეს ასე იგი აღვადგინოთ და შევავსოთ. რატომ ქმნის ღმერთი სამყაროს? პირველი შეკითხვა ასეთი დავსვათ, სანამ იმ 6 დღეზე ვილაპარაკებდეთ და იმ 6 დღიდან ყველაზე არსებით დღეს გამოვყოფდეთ. ნახეთ, ღმერთი არის დაუსაბამო, მარადეული. ანუ არ არსებობდა დრო, როდესაც არ იყო ღმერთი. აი ამ გაგებით ეკლესიამ ასეთი ტერმინი შექმნა, რომელსაც ეწოდება დაუსაბამობა. და ეს დაუსაბამობა მხოლოდ საღვთო თვისებაა. არც ერთ სხვას დაუსაბამობა არ გააჩნია. მაგალითად ჩვენ ადამიანები უფრო გასაგები იყოს, ხო, ყოველთვის მაგალითი კარგად გვამეცნებინებს საკითხს. ჩვენ დასაბამიერნი ვართ. დაუსრულებელნი ვართ, რადგან ჩვენი სული უკვდავია და მარადისობისთვის შევიქმნით, მაგრამ დასაბამი გაგვაჩნია, ხო? ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქმნილება. აი ღმერთი არის დაუსაბამო. და თვითკმარი. მოდით მეორე სიტყვასაც მოვიშველებ. თვითკმარი რას ნიშნავს? მას არ სჭირდება რაღაცის შექმნა იმისთვის, რომ სრულყოფილება განიცადოს. აი ჩვენ შემთხვევაში, ქმნილებების შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ვიღაცა, რაღაცა იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილება განიცადოთ. და ამის ყველაზე კარგი მაგალითია წმინდა წერილი. ეს ისტორია მაინც მეტნაკლებად ყველამ ვიცით, ღმერთმა ადამის შექმნა. ჰექსემერონის მე-6 დღეა. და როდესაც ყველა ცხოველს სახელი დაარქვა, რა განიცადა, რა იგრძნო ჩვენმა პირველ მამამ, ასე ეწოდება მას საეკლესიო ლიტერატურაში, მოწყინება განიცადა. რატომ? მისი მსგავსი არავინ არ არის. და ღმერთი უქმნის შემწეს, რომელსაც სახელად ქვია, ასევე კარგად ვიცით ეს სახელი ყველამ, ევა, ხო? აი ნახეთ, აი ქმნილება მხოლოდ თვითონ ვერ იქნება, მას ვიღაცა სჭირდება, რომ სრულყოფილება განიცადოს. და შეკითხვის არსი ისაა, რომ ღმერთიც ასეთივეა? მას ვიღაცა სჭირდება იმისთვის, რომ სრულად განიცადოს საკუთარი თავი? მამები ასეთ რამეს გვეუბნებიან, არა. მას შეეძლო მარადეულად, დაუსაბამო და დაუსრულებლად მარტო ყოფილიყო და ეს სამყარო არ შექმნილიყო. და მასში არსებული ბუნებითი ნეტარება, ადამიანური ტერმინები უნდა გამოიყენოთ, მოწყინების შესაძლებლობას მას არ მისცემდა. ჩვენ შეიძლება მოვიწყინოთ, როგორც ეს პირველ მამას დაემართა და შეიძლება აუცილებლად მოვიწყენთ რაღაც ვითარებაში. აბა რატომ შექმნა? თუ თვითკმარია, თუ სრულყოფილია, თუ არასოდეს მდგომარეობა მასში არ იცვლება, ხო? და მარადიული ნეტარების გამცდელი. მამები ასეთ რამეს გვეუბნებიან. დავაკონკრეტოთ, სახელდებით მოიხსენიოთ წმინდა ივანე დამასკელი თავის ცნობილ სახელმძღვანელოში, რომელსაც გარდამოცემა ეწოდება. ზეკეთილმა ღმერთმაო ზეჭარბის სიკეთის გამო შემოიყვანა ქმნილებანი მყოფობაში. რომ იმ ნეტარების გამცდელი, რასაც თვითონ ფლობს სხვაც ყოფილიყო და ამ შემთხვევაში ხაზგასმა კეთდება
ორ გონიერ ქმნილებაზე. ანუ ეს სამყარო, რომელიც მრავალფეროვანია, მრავალი წახნაგით არის წარმოჩენილი, საკუთარ თავში მხოლოდ ორ გონიერ ქმნილებას მოიცავს. და ეს გონიერი ქმნილებები არიან, თქვენ შეგიძლიათ უკვე აზრი გააგრძელოთ, ერთი მხრივ უსხეულო ძალები, ანგელოზებად წოდებულები და მეორე მხრივ ადამიანი. აი ამიტომ შეიქმნა სამყარო, რომ ეს ორი გონიერი ქმნილება მყოფობაში შემოსულიყო და წილმიმღები გამختارიყო იმ ნეტარებისა, იმ კეთილობისა, რასაც უზენაესი ღმერთი ბუნებითად ფლობს საკუთარ თავში. და ეს რას გვიჩვენებს, იცით? განსაკუთრებული უშურველობა. აი ცოტა ესეთი ყოფითი მაგალითებიც მომდის გონებაში და მოვიშველიებ, რომ უფრო გასაგები გავხადოთ, ბავშვობის წლები მახსენდება. რაღაც საკონტროლოებს გვავალებდნენ ხოლმე, ახლა არ ვიცი სკოლაში როგორ ხდება, კაიხანია უკვე დავასრულე და საკონტროლოს წერის პროცესში იყვნენ ისეთი მოსწავლეები, რომლებიც უპრობლემოდ სხვას თუ არ ახსოვდა რაღაც ახსენებდნენ, ეხმარებოდნენ. ვიღაცა იყო ხელს დააფარებდა და იქ ჩახედვის საშუალებასაც არ მოგცემდა. ხო, ორი განსხვავებული მდგომარეობა, ვიღაცა რასაც ფლობს, ამას უშურველად გაიღებს, ვიღაცა თავის თავშია ჩაკეტილი და იმის იქით ვიღაცაზე იფიქროს სხვაზე, ეს ერთი წამითაც არ შემოდის გონებაში. აი უზენაესი ახლა ამ ორიდან, რა თქმა უნდა, პირობითი მაგალითია, რომელს განეკუთვნებს თქვენ თვითონ მარტივად ხვდებით, უშურველია. ვიღაცა სხვაც უნდა იყოს იმ სიკეთების მიმღები, რასაც თავად უზენაესი ფლობს და აი ამ შემთხვევაში იქნება სამყარო, რითაც დასტურდება განსაკუთრებულობა შემოქმედისა, ხო შეიძლება ვიღაცამ თქვას თუ ანგელოზისთვის და ადამიანისთვის იქნება ამდენი რაღაც რა საჭიროა, ციური სხეულები, პლანეტები, ვიცით თუ არ ვიცით, ხო, ადამიანი რასაც მიწვდა და რასაც ვერ მიწვდა, კიდე რამდენი რაღაცა, აი რა საჭირო იყო ამდენი რამ, თუ მხოლოდ ჩვენთვის იქნება, მაგრამ მამები ასეთ განმარტებას იძლევიან, ამით ღვთის დიდებულება ჩანს. როდესაც ჩვენ ნახატს ვნახავთ, ახლა თუ მხატვრობას აღიქვამს ადამიანი, მე დიდი სპეციალისტი ამის არ ვარ, მაგრამ ვინც კარგად იცის, შეიძლება ეს მხატვარს ვერ ხედავდეს, მაგრამ დიდი შემოქმედი რომ დგას ამ ნახატის უკან, მარტივად მიხვდება, ხო? თავისი გამოცდილებით ცოდნით ამ დასკვნას გააკეთებს და ეს სამყარო, ანტონი დიდის განმარტება მახსენდება, გადაშლილი წიგნია, რითაც ავტორის შემეცნების შესაძლებლობა გვეძლევა. შეიძლება პირადად მას ვერ ვხედავთ და ასე ყოველდღიურ ურთიერთობაში ვერ შევდივართ, ხო, მაგრამ აი ვიღაც განსაკუთრებული რომ არის, ასეთი გრანდიოზული შემოქმედი, აი ამის ლოგიკური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა გვეძლევა. ასე რომ ისევ წმინდა წერილს დაუბრუნდეთ, ბიბლიური, ანუ ჰექსემერონული 6 დღე, უფრო სწორი იქნება ასე თუ ვიტყვით. მე მშრალ ჩამონათვალს წარმოგიდგენთ, რომ აქ დრო არ დავკარგოთ და სასაუბრო იმდენია, რომ ცალკე აღებული თემები, რაც არ არსებითია დღევანდელი შეხვედრისთვის ის გვერდზე მოვიტოვოთ, წმინდა წერილი ასეთ რამეს გვეუბნება. მოდით პირველი მუხლი მაინც გავიხსენოთ ძველი ქართული თარგმანი. დასაბამად შექმნა ღმერთმა ცაიდა ქვეყანა და ქვეყანა იგი იყო უხილავი და განუმზადებელი და ბნელი ზედა ოფსკულთა და სული ღვთისა იქცეოდა ზედა წყალთა. ეს არის პირველი ორი მუხლი. ასე დაიწყო მოსემ პირველი კალამი როცა იყო ეს სიტყვები დაწერა. შემდეგ გადავიდა წინასწარმეტყველი მოსე ჰექსემერონის 6 დღის აღწერას და გვამცნობს რომ პირველ დღეს, ანუ დღე ერთი უფრო სწორ ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, ღმერთმა შექმნა ნათელი და აქვე დავაკონკრეტოთ, ეს ნათელი ცეცხლის სტიქიონია და ზოგადად საეკლესიო განმარტება გვეუბნება რომ 4-ვე ელემენტი მოიაზრება, 4-ვე სტიქიონი, ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. მეორე დღეს ღმერთმა შექმნა მყარი, სიღრმეებში აღარ შევალ, ამასაც დავანებოთ თავი, თუ ვინმე განსაკუთრებით დაინტერესდება გვაქვს დრო და კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიტანოთ ამის განხილვა. მესამე დღეს ღმერთმა ხმელეთი გამოაჩინა, წყლების შემოკრიბა, მანამდე ხმელეთი არ ჩანდა, წყლით იყო სრულად დაფარული. იმავე მესამე დღეს აღმოაცენა ყველა სახის მწვანე საფარი. მეოთხე დღეს შექმნა ციური სხეულები, მზემ თუ არის ვარსკვლავები და ზოგადად ყველაფერი, რასაც ჩვენ ციურ სხეულებს უწოდებთ. მეხუთე დღეს შექმნა ცის ფრინველები და წყლის ბინადრები, ყველა სახეობა. მეექვსე დღეს შექმნა ცხოველური სამყარო, აი ხმელეთზე რაც ბინადრობს, ხო, თორე ცხოველთა სამყარო, თევზებიც არიან და ფრინველებიც. და ბოლოს იმავე მეექვსე დღეს, ეს უკვე დასასრულია საღვთო შემოქმედებისა, მან არსებობაში შემოიყვანა ადამიანი. რიგით ბოლოს და სხვათა შორის ეკლესიის მამათა ერთმა ნაწილმა, როდესაც ისინი ამ ეპიზოდს განიხილავენ, ასეთი შეკითხვა დასვა, რატომ ბოლოს? ამით ადამიანის კნინობა ხომ არ არის ნაჩვენები, რომ დასასრულ შექმნა მაინც და მაინც? არა, პასუხობენ ისინი პირიქით, როგორც მეფედ კურთხევის ჟამს. მხოლოდ გვირგვინის დადგმის შემდეგ ხდება პიროვნების მეფედ გამოცხადება, თურმე ეს რიგითობა დაცული ყოფილა მონარქად კურთხევის პროცესში, სანამ გვირგვინი არ დაედგმება, მანამდე ის მეფე არ არის. ადამიანი როგორც განსაკუთრებული ქმნილება ყოფობაში შემოიყვანა უზენაესმა და ამით ეს ქვეყნიერება, მატერიალური ქვეყნიერება გაალამაზა და გაამშვენა. მაგრამ ჩვენ თუნდაც აი გულმოდგინეთ, განმარტების გარეშე წავიკითხავთ დაბადების წიგნის პირველ თავს, მივხვდებით რომ ადამიანი განსხვავდება სხვა ქმნილებებისაგან. ანუ ადამიანის შექმნა განსხვავებული ფორმით მოხდა. დანარჩენი ქმნილებებისა, რაც მე მშრალად ჩამოვთვალე, ისინი სხვანაირად შემოდიან ყოფობაში. და რა არის განმასხვავებელი ნიშანი? ერთადერთი ადამიანის შექმნის დროს ისმის
ეგრეთ წოდებული ღვთაებრივი ბჭობა. ამ ბჭობის შინაარსი ასეთი წინადადება გახლავთ დაფიქსირებული წმინდა წერილში. ვქმნეთ კაცი ხატებისეებ და მსგავსებისეებ ჩვენისა. ანუ ღმერთი სანამ შექმნიდა ადამიანს დავაკონკრეტებ მაინც ისეთი საკითხია მნიშვნელოვანი და არსებითი ამბობს რომ შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და მსგავსად. არც ერთ სხვა ქმნილებას ასეთ შეფასება არ განკუთვნია, ხო? მე რამდენიმე რამ ჩამოვთვალე და პრინციპში ყველა რაც კი ღმერთმა შექმნა, მაგრამ არსად იქ ნახსენები არ არის რომ პირობითად მზე ღვთის ხატება, ან თქვა ცხოველი თევზი იქნება, ფრინველი იქნება თუ ხმელეთისა ღვთის ხატებაა, ხო? ან მყარი თუ სტიქიონები ღვთის ხატებას ატარებენ საკუთარ თავში. აი ამ გაგებით, აი ამ შეფასებით ადამიანის განსაკუთრებული მდგომარეობაა წარმოჩენილი. და მოდი დავსვათ შეკითხვა, რას ნიშნავს ღვთის ხატისებრიობა? ანუ ადამიანისთვის ბოძებული რაღაცა გარკვეული თვისებები თურმე, რომელიც ჩვენში ხატებას ღვთისადმი განაპირობებს. როგორ განმარტავს ეკლესია აი ამ მოცემულობას? ბევრი განმარტება გვხდება. მე ყველაზე არსებით ვიტყვი, აქაც რომ დრო არ დაიკარგოს. მაგალითად, წმინდა იოანე დამასკელი ასეთ რამეს გვეუბნება. ხატისებრიობა ღვთისადმი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის ორი თვისების მატარებელი საკუთარ თავში. ეს არის აზროვნება და თავისუფალი ნება. და მოდით ახლა გონების თვალით გადავავლოთ, ვინ არის მოაზროვნე მატერიალურ სამყაროში და ვის აქვს თვითუფლებრიობა. ანუ თვითუფლებრიობა თავისუფალი ნების არსებობას ნიშნავს. გარდა ადამიანისა, არც ერთ სხვას მატერიალური ქმნილებები გულისხმებიან, ხო? ყველანი ბუნების კანონებს ექვემდებარებიან, ადამიანი არის ის არსება, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს, რაღაცების შეცვალოს, პირობითად რაღაცა გააფუჭოს და მერე გამოასწოროს. ან გამოასწოროს და მერე ისევ გააფუჭოს, ხო? რამდენი ნიმუში და მაგალითი ვიცით, თუნდაც ჩვენი თავი. და აი ამ მოქმედების პროცესში ცოცხალი იყოს, ცხოველმყოფელი იყოს. ყველა დანარჩენი ბუნების კანონებს ექვემდებარება, ხო? თუნდაც ცხოველთა სამყარო იქ არ არის აზროვნება და თავისუფალი ნება. ინსტინქტები არის, ინსტინქტით მოქმედებენ ისინი და ეკლესიის მამები აქაც ძალიან საინტერესო და ღრმა განმარტებას გვაწვდიან, მაგრამ ჩვენ გარდა ინსტინქტისა გვაქვს აზროვნება და ამ აზროვნებით ეს ინსტინქტები უნდა ვმართოთ წესით, ამისთვის შეიქმნა ადამიანი, ასე შეიქმნა ადამიანი. ესე იგი, მოდით შევაჯამოთ, ღვთის ხატისებრიობა ეს ყოფილა ადამიანში არსებული ორი თვისება, ეს გახლავთ აზროვნება და თავისუფალი ნება. და როგორც კი ღმერთმა შემოიყვანა მყოფობაში ჩვენი პირველ მამა ადამი და შემდგომ უკვე პირველ დედა ევა იქმნებიან, აქაც შევამოკლოთ სათქმელი, მათი მდგომარეობა წმინდა მაქსიმე აფსარებლის თანახმად სამი ტერმინით განისაზღვრება. ანუ რა მდგომარეობას ფლობდნენ ისინი. ეს გახლავთ უკვდავება, უხრწნელება და მოუწყლელობა. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი, ზოგჯერ ეს წვრილმანებში გადავდივარ და ეს წვრილმანები არსებითია და მნიშვნელოვანია, გამეორება დაგჭირდება. პირველადი მდგომარეობა ჩვენი პირველ მშობლებისა ყოფილა უკვდავება, უხრწნელება და მოუწყლელობა. სანამ გავაგზავნებდე განმარტებას, ახლა ჭირდება სათითაოდ თითო ამ სიტყვას კომენტირება, ერთი რაღაცა უნდა ვთქვათ. არსებობს ბუნება, რომელიც ზოგადი მონაცემია და არსებობს პიროვნება. სხვაგვარად ბერძნული სიტყვაც მოვშვილიოთ ჰიპოსტაზი. აი ეს ორი მოცემულობა გვაქვს. ღმერთი სამყაროს ქმნის ბუნებების და ჰიპოსტაზების მიხედვით. ყველაფერში განიჭვრიტება ეს ორი რამ. მოდით ადამიანზე ვილაპარაკოთ, არსებით ის გახლავთ, ხო ჩვენა ვართ. ადამიანში არსებობს ერთი ადამიანური ბუნება. ჩვენ არ აქვს სხვადასხვა ბუნება. მაგალითად, რამდენი კაციცა ვართ, იმდენი სალკეაღებული ბუნებაა, ეს არ გახლავთ საეკლესიო სწავლება. ყველა ჩვენგანს ერთი ბუნება აერთიანებს. აი რა ბუნებაც ნებისმიერ თქვენგანშია, ის ბუნება ჩემშია. რა ბუნება ჩემშია, ის ბუნება თქვენშია. სქესად განყოფა, ეს უკვე ჰიპოსტაზს უკავშირდება, პიროვნებას უკავშირდება, მაგრამ ბუნება ყველა ჩვენგანისთვის საერთოა და ეს არის ერთი ადამიანური ბუნება. პიროვნებები ვინ არიან? პიროვნებები არიან ამ ბუნების ქვეშ მყოფი ცალკეული ადამიანები, რომელთაც უკვე კონკრეტული სახელები ეწოდებათ, მაგალითად ირაკლი, გიორგი, ნათია, მარიამი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ცალკე აღებული პიროვნება და ყველა პიროვნება ცალკე აღებული თავის ამ პიროვნებაში, ანუ თავის იპოსტაში, სრულად ფლობს ადამიანურ ბუნებას. აი ამის განსაზღვრება და ამის გააზრება აუცილებელია, რომ შემდგომ საკითხზე გადავიდეთ და სწორად გავიაზროთ ის რისი თქმაც მინდა, რაც დაემართა ადამიანს და რისი ხსნაც მოუტანა კაცობრიობას განკაცებულმა ღმერთმა. თუ ჩვენ არ გვეცოდინება ჩვენი დამტევნელობის ფარგლებში ბუნების და ჰიპოსტაზის ურთიერთმიმართების საკითხი, აი იმ თემის გააზრება, როგორ გამოიხსნა ღმერთმა კაცობრიობა, ძალიან რთული გასაგები იქნება, რთულად აღსაქმელი იქნება. ესე იგი, ბუნება ყოფილა ზოგადი მონაცემი, რაც ჩვენ გვაერთიანებს და პიროვნება ყოფილა ის, ვინც ამ ბუნებას ატარებს თავის თავში და სრულად წარმოაჩენს. ეხლა კიდევ ერთ განსაზღვრებას ვიტყვი, ბუნება არის თვისებების ერთობლიობა. ბუნება ეს არის თვისებების ერთობლიობა, ხოლო პიროვნება არის ის, ვისაც მოქმედებაში მოყავს ბუნებაში არსებული თვისებები. მაგალითად, ბუნების თვისება არის შიმშილი.
ბუნების თვისება არის წყურვილი. ვისში მოდის ეს თვისება მოქმედებაში პიროვნებაში, მე მომშივ და მე მომწყურდა, ხო? ბუნების თვისება არის სხვა მაგალითს ვთქვი, დასაბამიერობა, ჩვენ ბუნებაზე ლაპარაკი, კაცობრიულ ბუნებაზე. ვისში მოვიდა ეს მოქმედებაში, აი როგორც კი დედის წიაღში ჩავისახე მე როგორც ადამიანი, ჩემში ეს თვისება ამოქმედა, როგორც ბუნების საკუთრება, ბუნების თვისება, ხო? და ასე შემდეგ, ნებისმიერი სხვა თვისების ჩამოთვლა შეგვიძლია, ლოგიკა არ იცვლება. მოდით ახლა უკან დავბრუნდეთ ისევ, ჩვენ ვთქვით რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა უხრწნელი, უკვდავი და მოუწყლელი. ეს გახლავთ ბუნების თვისება. ადამიანურმა ბუნებამ არ იცოდა რა არის სიკვდილი, ადამიანურმა ბუნებამ არ იცოდა რა არის ხრწნადობა და ადამიანური ბუნებისთვის უცხო იყო მოწყვლადობა. და რადგან ბუნების თვისებები გახლავთ ის სამი რამ, რაც მე ჩამოვთვალე, პიროვნებაში, ბუნებაში არსებული თვისებები მოდის მოქმედებაში და ჩვენი პიროვმშობლები ამ მდგომარეობაში მყოფნი, არასოდეს მოკვდებოდნენ, არასოდეს როგორ თქვა, ასაკობრივ განსხვავებას არ განიცდიდნენ, ხო? ჩვენ ვიბადებით, პატარები ვართ, მე რაღაც პერიოდი გაივლის და ასაკი გვემატება და რაღაცა დროს ღმერთმა ყველა მიგვიყვანო სიბერემდე. მე სიბერის წლები გვემატება, ხო? სიბერის წლებში გადავდივართ. აი ეს მდგომარეობა ჩვენი პიროვმშობლებისთვის უცხო იყო, რადგან მათი ბუნებისთვის ჯერჯერობით მათ ბუნებაში უпроსწორად ცვალებადობა არ შემოსულა. და მაინც უკან დავბრუნდები, მაინც გამოვყოთ საგანგებოდ სამი ტერმინიდან სიკვდილი, როგორც თვისება ბუნებისა. ადამიანი მარადიული ცხოვრებისთვის შექმნა ღმერთმა. ანუ ჩვენი პიროვმშობელი თუ კი სახთო მცნებას დაიცავდა, არასოდეს სიკვდილს არ განიცდიდა. აი ამიტომ შექმნა ღმერთმა ადამიანი, რომ მარადიული ნეტარების გამცდელი მუდმივად ღმერთთან ერთად თანაზიარებაში ყოფილიყო. ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება, ცოტა რთული თემაა და მაქსიმალურად შევეცდები რომ გავამარტივო. სამყოფელი ჩვენი პირველ მამისა და პირველ დედისა გახლავთ 64. გახსოვთ ალბათ ყველა ძველი აღთქმიდან, სხვაგვარად ედემის ბაღი, სადაც ისინი მკვიდრობდნენ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ედემის ბაღი არის შესაძლებლობა ღმერთთან ურთიერთობისა. 64-ში ღმერთმა ადამიანი იმიტომ დაამკვიდრა, რომ მას ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონოდა. და იქვე იყო აღმოცენებული ორი ხე. ბიბლია ასე გვაუწყებს. ერთი ხის სახელი არის კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე, მეორე ხის სახელი არის სიცოცხლის ხე. ალბათ ესეც გვემახსოვრება. რა მცნება გამოწესა უზენაესმა ადამიანს? გავიცანოთ ერთობლივად, ცნების შინაარსი ასეთია. ადამიანი არ უნდა შეეხოს კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფს. რადგან თუ ის ამ ნაყოფს მიიღებს, სიკვდილით მოკვდება. ასეთი მითითება გვხვდება წმინდა წერილში. ნახეთ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, სიკვდილით მოკვდება. ცოტა უცნაური ფორმაა. შეიძლება ადამიანს უთხრა მოკვდები და საკმარისია, ხო? რაღაცას თუ გააკეთებ, შედეგი ასეთი დადგება. არა, კი არ მოკვდები, სიკვდილით მოკვდები. ამას ეუბნება უზენაესი ღმერთი. ამას თავისი რაღაც გარკვეული შინაარსი გააჩნია და აქამდე აუცილებლად მივალთ. მაგრამ ერთი საკითხი, რატომ მისცა ეს მცნება უზენაესმა ადამიანს? მე ზოგჯერ მინახავს ადამიანები და ქონია საუბარი შინაურულად, მეგობრულად, ან ვიღაცა უცხოც ყოფილა ასეთ სიტუაციებშიც აღმოჩენილად, რაში აი მცნება რომ არ ქონოდა, ეს მცნება არ იქნებოდა დარღვეული და იმ მდგომარეობაში ხო არ აღმოჩნდა, რაშიც კაცობრიობაა, ხო? არ ყოფილიყო ეს მცნება. ადამიანს სრული თავისუფლება ქონოდა, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. ადამიანს რომ მცნება მიეცა, ამით კი არ დაიჩაგრა და კი არ დაითრგუნა ადამიანი. რაღაცა აღმატებული მიებოძა მას ამით. და მამები ასეთ განმარტებას გვაძლევენ, მცნება იყო შესაძლებლობა ღმერთთან კავშირისა. იმიტომ რომ ცნების საშუალებით ადამიანი ღმერთს უკავშირდებოდა. ცოტა რთული ფრაზა, მაგალითი უნდა მოვიშველი. ნახეთ როგორი ვითარებაა. ჩვენ რომ ვიღაცამ რაღაცა საქმე დაგვავალოს, შეიძლება ამ დამვალებელს ყოველდღე ვერ ხედავდეთ, მასთან ყველა წუთს, ყველა წამს ურთიერთობაში ვერ შევდიოდეთ, მაგრამ თუ მის საქმეს ვაკეთებთ, მაგალითად, გულმოდგინე ადამიანი ვარ და ჩემთვის ვიღაცისგან, ჩემთვის ძვირფასი პიროვნებისგან დავალებულ საქმეს ვაკეთებ, ეს საქმე მე იმ ადამიანთან მაკავშირებს. კავშირი არ წყდება ამ აღსრულებული საქმის შედეგად. მცნების მიზანი ეს იყო. არა ის რომ იძულების წესით ადამიანმა რაღაც აკეთოს და დაითქმოს და დაიჩაგროს, რომ მცნების აღსრულების შედეგად კავშირი არსებობდეს ერთი მხრივ უზენაესა და მეორე მხრივ მის გონიერ ქმნილებას ადამიანს შორის. მაგრამ აქაც შევამოკლოთ სათქმელი, ჩვენმა პირველ მამამ თუ პირველ დედამ ეს მცნება არ დაიცვეს, არ დაიმარხეს და დააგემოვნეს აკრძალული ხის ნაყოფი, რასაც შედეგად მოყვა ადამიანურ ბუნებაში არსებული თვისებების ცვალებადობა. და ვინც იყო შექმნილი, აქაც შევამოკლოთ, უკვდავად, უხრწნელად და მოუწყვლელად, აი ამ თვისებების შემწყნარებელი შეიქმნა, გახდა. ადამიანური ბუნება თავის თავში შემოიკრებს მოკვდავობას, ხრწნადობას და მოწყვლადობას და თუ ადამი ვიდრე შეწოდებამდე სიკვდილს არ განიცდიდა არასოდეს, აი ცნების დარღვევის შემდგომ უკვე მის ბუნებაში შემოსული სიკვდილი გარკვეულ ჟამს ამოქმედდა. ახლა იმ ფრაზას დაუბრუნდები, წეღარაც ვახსენე, სიკვდილით მოკვდები. ასეთი მითითება უზენაესისგან გახმოვანებული ჩვენი პიროვმშობლების წინაშე.
და ჩვენ შეკითხვა დავსვით რატომ საკმარისი ელთრ ადამიანს მოკვდები. განმარტება ასეთი გახლავთ საეკლესიო ლიტერატურაში დაცული, რადგან ადამიანი ორბუნებოვანი არსებაა, აი ამასაც ხაზი გაუსვათ, ყველა ჩვენგანი საკუთარ პიროვნებაში ორ ბუნებას ფლობს, ორ ბუნებას ატარებს. რა და რა ბუნებაა ეს? ერთი მხრივ ეს გახლავთ ხორციელი ბუნება, სხვაგვარად მატერიალური ბუნება და მეორე მხრივ ეს არის სულიერი ბუნება. აი ამ ორი ბუნების ერთობით იქმნება ადამიანი. თუ ანგელოზს მოვიტანთ მაგალითად, ანგელოზი არ გახლავთ ორი ბუნების ფლობელი, ცალკე აღებულ პიროვნებაში. ანგელოზის ბუნება არის მხოლოდ ერთი. ანუ ცალკე აღებული ჰიპოსტაზი ანგელოზისა საკუთარ პიროვნებაში მხოლოდ ერთ ბუნებას ფლობს და ეს ბუნება არის სულიერი ბუნება. ჩვენში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სულიერ ბუნებასთან ერთად არის ხორციელი ბუნება. ამიტომაც ეკლესიის მამები ადამიანის პიროვნებას, ანუ ყველა ჩვენგანს გვიწოდებენ შედგენილ ჰიპოსტაზს, სხვაგვარად რთულ ჰიპოსტაზს, რადგან სადაც ორია, ეგ სირთულეა, ეგ შედგენილობა და სირთულე შუაშტოლობის ნიშანი შეგვიძლია დავსვათ. სადაც ერთი ბუნებაა, იქ არის სიმარტივე. შესაბამისად, ანგელოზი მარტივი ჰიპოსტაზია, ერთი ბუნების ფლობის გამო, ადამიანის შედგენილი ჰიპოსტაზია, სხვაგვარად რთული ჰიპოსტაზია, ორი ბუნების ურთიერთშეკავშირების შედეგად. ეს რატო გავიხსენეთ, რატო იყო აუცილებელი ამ განმარტების მოშველიება? როდესაც ღმერთმა უთხრა ჩვენ პირველ მამას თუ პირველ დედას, რომ ცნების აღსრულების შედეგად სიკვდილით მოკვდებით, ანუ გაორმაგება ამ ერთი სიტყვისა, რასაც სიკვდილი ეწოდება, ამით მან მიანიშნა, რომ თუ ადამიანი ცნებას დაარღვევდა, სიკვდილს განიცდიდა ორივე ბუნებით, არა ერთი ბუნებით, იმიტომ რომ ორბუნებოვანი ადამიანი, ორივე ბუნები დაექვემდებარებოდა სიკვდილს. რას ნიშნავს ორივე ბუნებით სიკვდილისადმი დაქვემდებარება? ისევ ადამი და ევა მოვიყვანოთ მაგალითად. ცნების დარღვევის შემდგომ ჩვენმა პირველ მამამ და პირველ დედამ გარკვეული პერიოდი იცოცხლეს. ანუ მათი ცხოვრება გაგრძელდა 60-ის მიღმაც, მაგრამ დავსვათ ასეთ შეკითხვა, გარდაიცვალნენ, დაექვემდებარნენ სიკვდილის საიდუმლოს, სიკვდილი მათ პიროვნებაში ამოქმედა, როგორ არა? პირდაპირ შავი თეთრზე წერია, რომ ადამი გარდაიცვალა 930 წლის. ანუ საკმაოდ ღეგრძელი იყო, მაგრამ გარკვეულ ჟამს მაინც მოკვდა იქ, ისევ როგორც ჩვენი პირველ დედა. რაღაცა დრო დადგა და ჩვენმა პირველ დედამაც სიკვდილი განიცადა. რომელი ბუნებით მოხდა სიკვდილი? ანუ სიკვდილი რომელმა ბუნებამ განიცადა? აი ამით დავიწყეთ საუბარი. ორივე ბუნებამ განიცადა სიკვდილი, რადგან სიკვდილი საეკლესიო განმარტება გახლავთ სულისა და სხეულის გაყრა ერთმანეთისაგან. აი საეკლესიო მედიცინას თავისი შეფასება აქვს, როგორ განიმარტება სიკვდილი, ხო? ჩვენ საეკლესიო განმარტებაზე ვსაუბრობთ, ეს არის სულისა და სხეულის გაყრა, ანუ ის სული და სხეული, რომელიც ერთ პიროვნებას აერთიანებდა, გაიმიჯნებიან ერთმანეთისაგან, აი ეს არის ადამიანში სიკვდილი. რა ემართება სხეულს? სხვაგვარად ხორციელ ბუნებას. კიდევ სხვაგვარად ნივთიერ ბუნებას. ჩვენ ხო ვთქვით, რომ ორბუნებოვანი ადამიანი იშლება სტიქიონებად, იმ სტიქიონებად, რისგანაც იგი შეგვამოვნებულია. ჩვენი სხეული 4 სტიქიონის ერთობა, ასე იქნება ადამი, ასე იქნება ევა და ყველა ჩვენგანში ეს მემკვიდრეობის წესით გრძელდება. აი როგორც კი ადამიანი გარდაიცვლება, ხო, უამრავი ნაცნობი, ახლობელი, ნათესავი სამწუხაროდ ვიცით, იყვნენ და აღარ არიან, მათი სხეულები ელემენტებად იშლება. ცეცხლი ცეცხლს შეუერთება, წყალი წყალს, ჰაერი ჰაერს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ სული, რომელიც საღვთო შთაბერვით იყო ადამიანისთვის ბოძებული, ანუ მეორე ბუნება, სხვაგვარად სულიერი ბუნება რომ ვუწოდეთ ჩვენ, ის დაშლას და დანაწევრებას არ ექვემდებარება, როგორც სხეული. სტიქიონებად მიქცევას არ ექვემდებარება. და სხვადასხვა ესეც ერთ-ერთი ძალიან საინტერესო საკითხია, აქაც შევამოკლებ და ისე გეტყვით, რატომ ვიღაცა იკითხავს და ქონია ცოტა შორიდან შემოვლითი გზები დამიწყია საუბარი და მიკითხავს, რომელი სტიქიონისგან არის ჩვენი სული შექმნილი, როგორ გონიათ აუდიტორიასთან, როცა ასე დასმულა საკითხი, ცეცხლისგან, წყლისგან, ჰაერისგან თუ მიწისგან. უამრავი ვერსია გაჟღერებულა და ბოლოს მithქვამს, რომ არც ერთი არ არის სწორი. რადგან სწორი პასუხი გახლავთ ასეთი, რომ არც ცეცხლისგან არის, არც წყლისგან არის, არც ჰაერისგან არის და არც მიწისგან. არამედ საღვთო შთაბერვით არის ადამიანისთვის ბოძებული და რადგან ჩვენი სულიერი ბუნება, ანუ ცალკე აღებული სული პიროვნებაში საღვთო შთაბერვით გვებოძა, ის არ დაიშლება, არ გაიხსნება, ელემენტებად არ მიიქცევა, არამედ მარადიულ უკვდავებას ინარჩუნებს, მარადიულ დაუშლელობას ინარჩუნებს. თუმცა, რადგან სიკვდილის საიდუმლოს დაექვემდებარა ჩვენი პირველ მამა თუ პირველ დედა, სულის დატევების შედეგად ეს სული სადღაცას უნდა აღმოჩენილიყო, სადღაცას უნდა წასულიყო, უყვალოდ არ დაიკარგებოდა. ჩვენ თქვით, რომ საღვთო შთაბერილობა მის დასაბამიერობას, თუმცა იმავდროულად მარადიულ მყოფობას განაპირობებს. და სამყოფელი რა იყო ძველი აღთქმის ადამიანისა გარდაცვალების შემდგომ? რა სიმკვიდრებდა იგი? ყველაზე კარგად ჩანს იაკობის სიტყვაში, მამამთავარს გულისხმობ, როცა სახელი დავასახელე. იაკობ მამამთავარს, როდესაც შვილის გარდაცვალების ამბავი აუწყეს ძმებმა, მისი შვილის, ანუ მისმა შვილებმა, ასეთი სიტყვები თქვა: მწუხარები ჩავაო ჩემი სული ჯოჯოხეთში.
ანუ ქვესკნელში სხვანაირად თუ კი ვიტყვით, ხო? ებრაულ ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ შეოლში. აი ადამიანური სულის სამკვიდრებელი ძველი აღთმის ეპოქაში გახდა ჯოჯოხეთი და ყველა ადამიანი, ვინც ქვეყნიერებაზე მოდიოდა, იბადებოდა და შემდგომ კვდებოდა და არ არსებობს უკვდავი ადამიანი, ხო? ყველა ადამიანი სიკვდილისთვისებით არის შემოსილი. მიემართებოდა სული ჯოჯოხეთში. სხეული 4 სტიქიონად იშლებოდა, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, ხო? სხეული არსებობას არ ინარჩუნებდა, მაგრამ სული მარადიული ურღვევი იმკვიდრებდა ჯოჯოხეთს. და როგორი მოცემულობაა ქრისტეშობამდელ პერიოდში. როგორი დიდი მოსაგრეც არ უნდა იყოს, როგორი დიდი სურვილიც არ უნდა ქონდეს, რომ ჯოჯოხეთს დაეხსნას და მდგომარეობა მისი შეიცვალოს. ამას ადამიანი სალკე აღებული ვერ ახერხებს. რატო? იმიტომ რომ უძლურია. იმიტომ რომ ის არ არის ცოდვისაგან გათავისუფლებული. ანუ პირველმშობელთა მიერ აღსრულებული შეცოდების შედეგად ჩვენეული ბუნება დასნეულდა. აი ესეთი განსაზღვრება უნდა ვთქვათ. ეხლა ცოტა სხვა მიმართულებით უნდა წავიდეთ და ეს სნეულება მემკვიდრეობის წესით ყველა ჩვენგანს გადაეცემოდა. ვინც კი ასპარეზზე გამოსულა იმ ეპოქაში, რასაც ქრისტეშობის პერიოდი ქვია. და ნახეთ ეხლა რამდენიმე ადამიანს ჩამოგიფლით, ვინ უნდა იყოს მოსეზე დიდი, აბრაამზე დიდი, ხო? კიდე მაგალითად ისააკზე დიდი, იაკობზე დიდი, დიდი მამამთავრები, დიდი წინასწარმეტყველი. კიდე შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება, მაგრამ ვიკმაროთ 4 კაცი. გარდაიცვალნენ და მათი მდგომარეობა სულისა როგორ შეაღმოჩნდა სული მათ, ყველა მათგანი ჯოჯოხეთში წავიდა. იქ იმყოფებიან, იქ ელოდებიან ხსნის საიდუმლოს, როდის დადგება შესაბამისი ჟამი, როდესაც ჯოჯოხეთი შეიმუსრება. მამები ასეთ განმარტებას გვაძლევენ, პირველმშობელთა შეცოდების შედეგად სამყაროში არსებული მდგომარეობა შეიცვალა და 3 რამეს ჩამოთვლიან. პირველი, ჯოჯოხეთმა დაიწყო მეუფება. მანამდე ჯოჯოხეთის მეუფება არ არსებობს. ჯოჯოხეთი ვერ მძლავრობს პიროვნებას, სანამ ცნება არ დაირღვევა. ის ვერ განიკუთვნებს საკუთარ თავში ადამიანს, მაგრამ როგორც კი ცნება დაირღვა, ჯოჯოხეთს მიეცა განგებულებითად მეუფების ძალმოსილება. მეუფება რას ნიშნავს? განმარტოთ ეს ტერმინი თანამედროვე ქართულად მეფობას, ხო? მე ძველ ქართულ ტერმინს ვიშველებ. მეფობა რას ნიშნავს? ახლა ამასაც განმარტება სჭირდება. მეფობა ნიშნავს იმას, რომ ვინც ჯოჯოხეთში აღმოჩნდება, მას იქიდან გამოსვლის შესაძლებლობა არ აქვს. ჯოჯოხეთი მას ეუბნება პირობითად, გავაპიროვნულოთ, ხო, გავაცოთ ჩემი ხარ და დამთავრდა. შენ არ გეძლევა საშუალება რომ დატოვო ეს წიაღი. აქ უნდა იყო, ჩემთან ერთად უნდა იყო, ჩემ წიაღში უნდა იყო მარადიულად. აი ერთი მდგომარეობა ეს არის ქრისტეშობამდელი. ჯოჯოხეთი მეუფებს ყველაზე დიდი სათნოებებით შემოსილ ადამიანებსაც კი განეკუთვნებს და იქიდან გამოსვლის შესაძლებლობას არ აძლევს. მეორე მოცემულობა რა გახლავთ? მეორე მოცემულობა არის ძლავრობს დაცემული ანგელოზი ადამიანზე. ქრისტეშობამდელი ეპოქა ამით გამოირჩევა, ისევ საეკლესიო ეგზეგეტიკას მივყვებით. ანუ პიროვნებაზე, ადამიანზე განგებულებითად ეს სიტყვა მოვიშველიოთ, დაცემულ ანგელოზს აქვს მძლავრების შესაძლებლობა. ანუ ძალისმიერად ურთიერთობაში შესვლის შესაძლებლობა. და მესამე მდგომარეობა, რასაც ეკლესიის მამები გამოყოფენ. ადამიანზე გაბატონებული არის სიკვდილი. და ამ სიკვდილისაგან დახსნის შესაძლებლობა ქრისტეშობამდელ ეპოქაში არ არსებობს. ყოველი ადამიანი დედის წიაღში ჩასახვისთანავე ამ სიკვდილისთვის არის განწირული. აი ეს მდგომარეობა არის ქრისტეშობამდელი პერიოდი და ძველი აღთმის ეპოქაში ასპარეზზე გამოსული დიდი მოღვაწეები, ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, აზროვნებდნენ, ერთ რამეს იმეცნებდნენ, რომ თურმე მე ვკვდები, იმიტომ რომ ჩემი ახლობელი გარდაიცვალა, ვიღაცა ნაცნობია, ნათესავია, ჩემი ჟამის დადგება და ნუ თუ ჩვენი სიკვდილი და ცხოველის სიკვდილი ერთი და იგივეა. ნუ თუ როგორც ცხოველისგან არაფერი რჩება, ჩემგანაც არაფერი დარჩება და როდესაც აი ასეთი ფორმის მსჯელობაში იყვნენ ისინი საკუთარ თავთან შესული, ვინც ეძიებს ის პოულობს, გახსოვთ სახარებისეული სწავლება. ეს არის ძიების პროცესი, ხო? მათ აღმატებული ჭეშმარიტება განეცხადებოდათ და როდესაც ეს ძიების პროცესი გახანგრძლივდებოდა და ადამიანში არსებული მდგომარეობა უკვე დიდ სიღრმეებს მოიპოვებდა, ანუ პიროვნება მოემზადებოდა, ყველაზე აღმატებული მოძღვრება ეძლეოდათ მათ და ამ მოძღვრების შინაარსი იყო წინასწარმეტყველება კაცობრიობის გამოხსნის თაობაზე, თუ როგორ დაიხსნებოდა ჩვენგან ჩამოთვლილი მძლავრება ჯოჯოხეთისა, მძლავრება დაცემული ანგელოზისა და ადამიანში გაბატონებული სიკვდილი. აი ქრისტეშობამდელი პერიოდი ეს გახლავთ მოსამზადებელი პერიოდი იმისთვის, რათა ადამიანი მივიდეს იმ ჟამამდე, იმ კონკრეტულ დრომდე, როდესაც მძლავრება სიკვდილისა, მეუფება ჯოჯოხეთისა და ადამიანზე გაბატონებული სიკვდილი დასრულდება. ოღონდ ქმნილებას ეს არ ხელეწიფებოდა. რაღაცა განსაკუთრებული, ერთადერთი განუმეორებელი ისტორია უნდა აღსრულებულიყო, რითაც აღარ გავიმეორებ, ზემოთ ჩამოთვლილი 3 მდგომარეობა შეიცვლებოდა და სიკვდილის მძლავრების ქვეშ აღმოჩენილი ადამიანი სიკვდილიდან სიცოცხლეში გარდაინაცვლებდა, ანუ ცხოველმყოფელ მადლს განეკუთვნებდა. აი ქრისტეშობამდელი ეპოქა ეს გახლავთ ასეთი ფორმით წარმოდგენილი სულიერი წვეადი, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. მოდი ჩვენ დავიწყეთ საუბარი ადამიანის ბუნების მდგომარეობის ცვალებადობით და ერთი საკითხიც წამოვწიოთ წინა პლანზე.
აი ამას წინათ რაღაცა შეხვედრა იყო და იქ გარკვეული ადამიანები, რომლებსაც ვესაუბრებოდი, ასეთ შეკითხვა დამისვეს, ძველი აღთქმის ეპოქაში სულიწმინდა არ მოქმედებდა? კითხვის შინაარსი ასეთი გახდა. როგორ არა? სულიწმინდა ყველა ეპოქაში მოქმედებს და მისი მოქმედება არასოდეს შეწყვეტილა, მაგრამ მოქმედებებს შორის არის არსებითი განსხვავება, როდესაც ორ ეპოქაზე ვსაუბრობთ, ანუ ძველ აღთქმაზე და ახალ აღთქმაზე. და იცით ეს რა განსხვავებაა? წმინდა მაქსიმე აღსარებელი უნდა მოიშველიო. ძველი აღთქმის ეპოქაში სულიწმინდა მოქმედებდა, ასეთი მაგალითი აქვს მოტანილი, რკინაზე, ცეცხლის ზემოქმედება და ეს რკინა უშუალო შემხებლობაში არის ხესთან. ანუ ცეცხლი უშუალოდ ხეს კი არ ეხება, რკინას ეხება და რკინის საშუალებით გამოახურვებს ხეს. აი ეს არის ძველი აღთქმისეული მოქმედება სულიწმინდისა. მაგრამ როგორც კი დადგა ახალი აღთქმის ჟამი, ანუ მაცხოვარი განკაცდა და ახალი აღთქმის ეკლესია დააფუძნა, რკინა გამოაცალოთ შუიდან. რა მივიღეთ? შედეგი როგორი დადგა? ხე და ცეცხლია და ხე პირდაპირ ეხება უკვე უпростоრად ცეცხლი პირდაპირ ეხება ხეს. აი ახალ აღთქმისეული სულიწმინდის მოქმედება აი ამ გაგებით, ხო, ამ მაგალითით კარგად გვიჩვენებს, რომ არსებითი განსხვავება სხვა არის ძველი აღთქმის ეპოქაში და სხვა არის ახალი აღთქმის ეპოქაში. ისევ ძველ აღთქმას დაუბრუნდეთ ჩვენ, სანამ პირველ საუკუნემდე მივიდოდეთ და აუცილებლად ამ კუთხითაც უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენმა პირველ მშობლებმა შეწოდება აღასრულეს. და ეს მოხდა შესაქმის მე-6 დღეს, ანუ მე-6 დღეს შეიქმნა ადამიანი და იმავე დღეს ამ კუთხით მიმუშავია, რაღაც წყაროები გამომიკვლევია და თამამად გეუბნებით, იმავე მე-6 დღეს მოხდა ადამიანის დაცემა, ანუ დიდი დროს მას 60-ში არ გაუტარებია, დიდი დრო ნეტარებაში არ გაუტარებია. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მეორე გონიერი ქმნილება. და ამაზე უკვე ვთქვით, ზემოთ ვილაპარაკეთ, ეს გახლავთ ანგელოზი. და ორი გონიერი ქმნილება შემოიყვანა მყოფობაში უზენაესმა, ამაზეც უკვე ხაზგასმა ჰქონდა. ასევე ვიცით, რომ ზეცაშიც მოხდა დაცემა. გარდა იმისა, რაც ბიბლიაში დეტალურად არის აღწერილი, 60-ეულ შეწოდებას გულისხმობ, ზეცაშიც აღსრულდა უკეთურება და ამ უკეთურებამ გარკვეულ ნაწილში ანგელოზებისა არსებული მდგომარეობა შეცვალა და თუ კი თავდაპირველად ისინი სიკეთით იყვნენ ყოფობაში შემოყვანილდი, აი ამ ცვალებადობის შედეგად სინათლის მაგივრად მივიღეთ სრული დაბნელება ცალკე აღებული ჰიპოსტაზებისა და ორიოდე სიტყვით ამასაც შევეხოთ, ხო? ზოგადად დაცემა მხოლოდ ადამიანს არ უკავშირდება, მათ შორის უსხეულო ძალების წიაღშიც აღსრულდა ეს მოვლენა და აი ამ კუთხით თუნდაც ანგელოზებთან დაკავშირებული შეწოდებაც უნდა წამოუწიოთ წინა პლანზე. ეკლესიის მამები ასეთ რამეს გვეუბნებიან, სანამ ადამიანი შესწოდავდა, ანგელოზის დაცემა წინ უსწრებს ამ ამბავს. ჯერ ანგელოზი დაეცა და მერე დაეცა ადამიანი. თუ ვნახავთ საეკლესიო ლიტერატურაზე, როდის მოხდა დაცემის დრო და ჟამი, აქაც მოკლე პასუხს გეტყვი და თუ მაინც და მაინც ვინმესთვის მნიშვნელოვანია შეგვიძლია უფრო გავშალოთ ეს თემა კითხვა-პასუხის ნაწილში, ორი განმარტება ხდება. პირველი განმარტების მიხედვით დაცემა მოხდა უსხეულო ძალისა შესაქმის პირველ დღეს, აი ჰექსემერონის პირველ დღეს ნათელი რომ შეიქმნა და მეორე განმარტება ასეთია, დაცემა მოხდა მე-4 დღეს. ორივე განმარტების მიხედვით მარტივად შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, ჯერ ანგელოზი დაეცა და მერე ადამიანი, რადგან ანგელოზის დაცემისას პირველია თუ მე-4 დღე ადამიანი საერთოდ არ არის შექმნილი და მხოლოდ მე-6 დღეს იქნება. მაგრამ უფრო არსებით საკითხზე გადავიდეთ, რითი დაეცა ანგელოზი? რა იყო დამცემელი ვნება მისი? მე მგონი ამ შეკითხვაზე ნებისმიერი ადამიანი გაგცემს პასუხს, იმდენად ცნობილია, ერთი ტერმინი სახელდება ხოლმე, ხო, როგორც წესი და ეს ტერმინი არის ამპარტავნება. ამპარტავნების მოქმედებამ კეთილად შექმნილი ანგელოზი, რომელიც ცათაში ნამკვიდრობდა, ანუ მისი სამკვიდრებელი ზეცა გახდა, სხვანაირად თუ კი ვიტყვით, ზეცა დაატევებინა და დედამიწაზე მოხდა გარდამოყრა გაუკეთურებული უსხეულო ძალებისა. მაგრამ ამპარტავნება იმდენად ზოგადი ტერმინია, ჩვენ თუ შეკითხვას დავსვამთ, რა იგულისხმება მასში, ალბათ გაუჭირდება პასუხის გაცემა ვიღაცას, ვინც ამ ერთ ტერმინს შეგვაგებებს, თუ განმარტება საეკლესიო მან არ იცის და აი მამა ირაკლისთან გვიმსჯელია და ამ შემთხვევაში გამეორება გამოგვივა, საეკლესიო ლიტერატურა ჩვენ ხვდება ასეთი მითითება, ამპარტავნების ვნების ქვეშ რა მოიაზრება, ანუ რატომ შესწოდეს უსხეულო ძალებმა. ეკლესიის მამები გვეუბნებიან შემდეგს, ანგელოზთა სამყაროს ღმერთმა გაუცხადა, რომ დადგებოდა შესაბამისი დრო, როდესაც ადამიანი შემოიყვანდა მყოფობაში. ჯერ ადამიანი არ შექმნილა, მანამდე მიიღო წინასწარმეტყველებითად მან ეს ცოდნა. ასევე გაუცხადა უწყება იმის თაობაზე, რომ არსებობაში შემოყვანილი ადამიანი შესწოდავდა, ცოდვით დაეცემოდა. ეს მეორე საფეხური პირობითად ასე დავარქვათ. და ეხლა მესამეზე ყველაზე არსებითზე უნდა გადავიდეთ. იმავე ანგელოზთა სამყაროს უზენაესმა ღმერთმა გაუცხადა, რომ დაცემული ადამიანის გამოსახსნელად გარკვეულ ჟამს ქვეყნიერებას მოევლინებოდა ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტაზი. რას ნიშნავს ქვეყნიერებაზე მოვლინება ღმერთისა? ესეც დავაკონკრეტოთ, მიიღებდა იმ ბუნებას, რაც შეწოდების შედეგად ჩვენ პირველ მშობლებში წარმოჩნდა. აი ამას ნიშნავს განკაცება ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტაზის. როგორც კი ეს ცოდნა შეიწყნარა ანგელოზურმა სამყარომ,
აი აქ მივიღეთ უკვე ორად დაყოფა მათი. Რაღაცა ნაწილი უსხეულო ძალებისა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა თავის შემოქმედს, რომელიც თურმე იმდენად დიდი სიყვარულის მქონეა, რომ საკუთარ ქმნილებას დაცემულობაში არ ტოვებს და უძლურებაში მყოფთან მოდის იმისთვის, რათა ამ უძლურებიდან ამოიყვანოს, მაგრამ მეორე ნაწილმა, მცირე ნაწილმა, რაოდენობას თუ შევადარებთ უსხეულო ძალებისა, აი ეს ცოდნა უკეთურად გამოიყენა და დაუპირისპირდა თავის შემოქმედს. დაპირისპირებაში რა იგულისხმება, ამასაც განმარტება სჭირდება. ისევ საეკლესიო განმარტებას გავყვები, მაგალითს მოვიშველებ, მათ გონებაში ასეთი აზრები წარმოიშვა, როგორც გვეუბნება შესაბამისი ლიტერატურა, თუ შენ ღმერთო, ქვეყნიერებაზე უნდა მოხვიდე. როგორც ადამიანი, ოღონდ როგორი ადამიანი დავაკონკრეტოთ, მოკვდავი, ხრწნადი და მოწყვლადი. ანუ ისეთი თვისებების მქონე, რაც შეცოდების შემდგომ წარმოჩნდა ჩვენეულ კაცებაში, კაცება იგივე ბუნებას ნიშნავს ჩვენსას, ადამიანს. მე რატომ უნდა გცე შენ პატივი? მე ანგელოზმა, რომელიც ერთბუნებოვანი ვარ, რომელმაც არ ვიცი რა არის სიკვდილი, არ ვიცი რა არის ხრწნილება, არ ვიცი რა არის მოწყვლადობა. შენ თუ ჩემზე უფრო მეტად იქნინებ საკუთარ თავს და ჩემზე დაბლადგები, ხო? და ამას ნიშნავს ღვთისგანკაცება. ზეციდან გარდა მოვიდა, ხო? ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ ვიყენებთ ამას და ხშირად ხდება საეკლესიო ლიტერატურაში, ყველგამყოფი დაუსაბამო მარადიული ზეციდან გარდა მოვიდა, ანგელოზებზე უფრო მეტად დაიკნინა თავისი თავი და მოკვდავ ადამიანად მოვიდა, ჯვარზე სიკვდილი განიცადა, ხო? მოკვდავი ბუნება შეიმოსა, სხვა გვარადაბა როგორ განიცდიდა ამ სიკვდილს და აი თუ შენ ამას აპირებ და თურმე მოკვდავად უნდა მოხვიდე წუთისობლოში, მე უკვდავმა მოკვდავს, რატო უნდა მოგაგოთ აყვანი და აი აქ უკვე დაიწყო დაპირისპირება აი ამ გარკვეული ნაწილისა უსხეულო ძალების და როგორც უკვე ვთქვით, უკეთურების შედეგად, ზეცაში აღსრულებული უკეთურების შედეგად მდგომარეობა შეიცვალა აი ამ ნაწილში უსხეულო ძალებისა და მათი ადგილსამყოფელი შეიცვალა ნაცვლად ზეცისა მივიღეთ უკვე სამი სამკვიდრებელი, როგორც იოანე ოქროპირი იტყვის, ჰაერის მყრობელებად ითქმიან ისინი, მეორე დედამიწა, ანუ მიწა, სადაც ჩვენ ფეხს ვადგამთ ადამიანები და მესამე ჯოჯოხეთის მეუფეებიც გახლავთ. თუმცა, როგორც კი ღმერთი განკაცდა, ოქროპირის განმარტება რახან თქვი ბოლომდე მივიყვან, ყოვლად ბრძენმა უზენაესმა სამივე სამთავრო, სამივე სამეფო ხელდახელ გამოაცალა თავის გონიერი განგებულებით და ნახეთ როგორ საინტერესო რიგითობა აქვს დალაგებული დიდ კონსტანტინოპოლელ მღვდელმთავარს, როდესაც მაცხვარი ბეთლემში იშვა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა რა გააკეთა? ბაგაზე მიაწვინა. აი როგორც კი მიაწვინა მაცხვარი ბაგაზე, ანუ შობა მოხდა ბეთლემში და მისი მიწვენა ბაგაზე, პირველი სამეფო დაკარგა დაცემულმა უსხეულო ძალამ. ეს არის დედამიწა. ანუ ის სივრცე, სადაც ჩვენ ფეხს ვადგამთ. პირველი სამეფოს გარეშე დარჩა, თუმცა ორ სამეფოზე კვლავ ძლავრობს, კვლავ მეფობს. მეორე განმარტება, ანუ მივყვებით უკვე საფეხურეობრივად, ოქროპირის ასეთია. რატომ აცვეს მაცხვარი ჯვარს და ამაღლებს შემდეგ ეს ჯვარი? ვიღაცამ შეიძლება კითხვა დაგვისვას, რა, რომის იმპერიაში სხვა ფორმა არ არსებობდა სიკვდილისა? თავს კვეთდნენ, რა გითხრათ, კიდე აღარ გვინდა ჩამოთვლა, უამრავი მეთოდი არსებობდა. რატომ მაინც და მაინც ჯვარცმის გზით? ვიღაცამ შეიძლება შეკითხვა დასვას, რამე საღვთისმეტყველო განმარტება ეძებნება? ეძებნება. და ეს პასუხი ჩემი მიერ დასახელებულ მოძღვართანაა გაცემული. ჯვარზე გაკვრის შედეგად შემდეგი მსვლელობა როგორი გახლავთ? ჯვრის ამაღლება ხდებოდა. ხოლო ჯვარზე გაკრული უკვე ჰაერშია გამოკიდებული, ხო? და მაცხვარმა განგებულებითაც ზუსტად სიკვდილის ის ფორმა განეკუთვნა, რითაც მისი სხეული ჯვარს მიემშვალა, ჯვარი ჰაერში აღიმართა და როგორც კი ეს მოხდა, მეორე სამთავრო დაცემულმა უსხეულო ძალამ დაკარგა. ჰაერის მყრობელად ამიერიდან მოყოლებული აღარ ითქმის. აგრძელებს წმინდა იოანე ოქროპირი მსჯელობას. როგორც ორი სამეფო დაკარგა, მიხვდა, რომ ცუდისკენ მიდის საქმე. ერთადერთი სამეფოა შემორჩენილი და ჯოჯოხეთია და თუ ისე მოხდა, რომ ჯვარზე მყოფი ჯოჯოხეთში შთავიდა, ეს უკანასკნელი სამეფო შეიმუსრება. და სხვათა შორის აი იმ ფორმას მიმართვისას, რომ აბა გარდამოდი ჯვრიდან გახსოვთ სახარებიდან ალბათ, ოქროპირი ასე განმარტავს, უკეთური ძალის მიერ იყვნენ აღზრულის ადამიანები, რომ სიკვდილი არ განეცადა მაცხოვარს, ჯვრიდან სიკვდილის განუცდელად გარდამოსულიყო და ბოლო სამთავრო, ბოლო სამეფო მაინც შეენარჩუნებინა. თუმცა ყოვლად ბრძენმა ღმერთმა იმდაგვარად განსაზღვრა განგებულება კაცობრიობის გამოხსნისა, რომ ადამიანურ ბუნებაში სიკვდილი განიცადა, თავისი ადამიანური ბუნებით სიკვდილი განიცადა და სხვათა შორის აქაც ერთი დეტალია და ამასაც ყურადღება მივაქციოთ, ისე ოქროპირი უნდა მოვიშველიო, როდესაც ადამიანი კვდება, ამას ქონია თავისი რიგითობა. ჯერ კვდება და მერე თავს ჩამოქინდრავს. რიგითობა ასეთი გახლავთ თურმე, ხო? აქამდე არც მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ ძალიან ლოგიკური, მარტივად გასაგები. მაცხვართან ასე არ მოხდა. დაირღვა ეს რიგითობა. თუ მიგიქცევიათ ყურადღება სახარებისთვის, ჯერ თავი დაწია და მერე მოკვდა. და რატომ? კითხვა დაისვა ასეთი დიდი მღვდელმთავრისგან და პასუხი ასეთი აქვს გაცემული, სიკვდილი ვერ მიდის მასთან. თუ ნებართვა არ მიიღო. თავის დახრა ნიშნავდა, რომ სიკვდილს მიეცა უფლება შეეხოს მაცხოვრის კაცებას და აი როგორც კი ნებართვა მიიღო, სიკვდილი შეეხო მას და მაცხვარმა ადამიანური ბუნებით სიკვდილი განიცადა.
მაგრამ რა არის ადამიანური ბუნება, რა ვთქვით ჩვენ? ადამიანური ბუნება ორ ბუნებას შეაკავშირებს. ეს გახლავთ სულიერი ბუნება და ხორციელი ბუნება. და როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ იესო ქრისტემ, ძე ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო, მან მიიღო ადამიანური სხეული და მიიღო ადამიანური სული. ეს ნიშნავს სრულ კაცებას, ჭეშმარიტ განკაცებას მაცხოვრისას. ჯვარცმის დროს სიკვდილის განცდა გულისხმობს იმას, რომ როგორც ნებისმიერ ადამიანში, როგორც ნებისმიერ ჩვენგანში ორი ბუნება გაიმიჯნება ერთმანეთისაგან და ჩვენ ვთქვით უკვე სიკვდილი რას ნიშნავს? სულიერი და ხორციელი ბუნების დაშორებას ურთიერთისაგან, ხო? ზუსტად იგივე კანონით, იმავე კანონით აღსრულდა სიკვდილი მაცხოვრის ადამიანური ბუნებისა ჯვარზე. მაცხოვრის კაცობრიულმა სულმა დატოვა მაცხოვრის კაცობრივი სხეული. მოდი ჯერ სხეულს შევეხოთ, როგორ მოეპყრნენ მის სხეულს, უნდათ უპატიოდ მოქცევა. განმარტებებიც აქვს ამისა ძალიან ისეთი ვრცელი და საინტერესო, მაგრამ ღმერთმა არ მიცა ამის საშუალება, რომ უპატიობაში აღმოჩენილიყო მაცხოვრის სხეული, ანუ ხორციელი ბუნება. და გახსოვთ, რომ დაიკრძალა საფლავში, ხო, დაიდო პატივით საფლავში. მაგრამ რადგან გარდა ხორციელი ბუნებისა, ანუ სხეულისა, სულიერი ბუნება არსებობს და მაცხოვარში ეს სულიერი ბუნება, ადამიანური ბუნება სახეზე გვაქვს და სახარებაში ჩანს და ეკლესიის მამები შესაბამის განმარტებებში ამოძღვრებას გვაწვდიან, სად უნდა წასულიყო ეს კაცობრიობის სული მაცხოვრისა? უნდა დაქვემდებარებოდა იმ კანონს, რაც ძველი აღთქმის ეპოქაში მოქმედებს. და რა კანონი მოქმედებს, რა ვთქვით ჩვენ, რითი დავიწყეთ საუბარი? კანონის სულიერი ასეთი გახლავთ. ღვთის განგებულებით ყველა გარდაცვლილი სული მიემართება ჯოჯოხეთში. შესაბამისად მაცხვარი სიკვდილის შედეგად სხეულს რომ სული დაშორდა კაცობრივი შთავიდა ჯოჯოხეთში. ანუ მიიღო მან განგებულებით ის კანონი, რაც მძლავრობს მოქმედებს ძველი აღთქმის ეპოქაში, თუმცა რადგან მისი კაცობრივის სული ეს არ გახლავთ ცალკე აღებული ლიტონი ადამიანის კაცობრივის სული, არამედ ეს არის განკაცებული ღმერთის ადამიანური სული, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. ყველაზე დიდი მოღვაწეც კი ხო, აი ქრისტეშობამდელ ეპოქაზე ვსაუბრობდი ჩვენ, ვინც არ უნდა იყოს იგი, თუნდაც აი ერთი დავკონკრეტდე წინასწარმეტყველი მოსე, რომელმაც ღმერთთან ურთიერთობის შედეგად ფიზიკურად განიცადა ბრწყინვალება, გახსოვთ ეს ეპიზოდი, გაბწყინდა ადამიანი ხორციელი ბუნებით და როდესაც ურთიერთობაში შედიოდა ადამიანებთან, ამ ბრწყინვალებას საზოგადოება თვალს ვერ უსწორებდა. ამიტომაც ერთი ასეთი ფორმა მოიფიქრა, რიდე ჩამოიფარა სახეზე და ამ რიდეთი დადის მუდმივად ადამიანებთან რიდეთი ურთიერთობს, ანუ მის პირის სახეს ვერ ნახავთ. ერთადერთი შემთხვევა როდესაც ის იხსნიდა ამ რიდეს, გახდათ ლოცვის პერიოდი. ანუ როდესაც ღმერთთან ჰქონდა კავშირი. და ამით იმის თქმა მინდოდა, ხა ცოტა ვრცლად გამომივიდა, ადამიანი, რომელიც ფიზიკურად გაბწყინდა, მოკვდა ჯოჯოხეთში ჩავიდა და ჯოჯოხეთს ვერ ძლევს იგი. მისი ადამიანური სათნოებები მოპოვებული ხორცში ცხოვრების პერიოდში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჯოჯოხეთის მეუფება დაიძლიოს. მაგრამ რადგან იესო ქრისტე აი ამის დასტურად და ნიმუშად მოვიტანეთ ეს მაგალითი, არ გახლავთ ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანი, ლიტონი ადამიანი, ხო, არამედ ის განკაცებული ღმერთია, მისი კაცობრივი სული ჩადის რა ჯოჯოხეთში, ჯოჯოხეთის მეუფებას დაარღვევს, დააქცევს და იქიდან ამოყავს მართალთა სულები. ის მართალთა სულები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში, ვინ დავასახელოთ, მოდით ადამი ვთქვათ, იმიტომ რომ მართალია ძველ აღთქმისეული, ის ვინც შემდგომში უკვე ჯოჯოხეთის შემოსვლის შედეგად სასუფეველში გაბწყინდა, გარდაინაცვლა და გაბწყინდა, აი ადამიდან მოყოლებული მომლოდინენი, ვინც კი გახდნენ და ძველი აღთქმის მართლება იწოდებიან ეს ადამიანები, ყველა მათგანის სულები აღმოიყვანა ჯოჯოხეთიდან და გახსნა სათასასუფეველი, რომელიც ძველი აღთქმის ეპოქაში დახშული იყო და შესაბამისი სამკვიდრებელი განუწევს. ანუ სათასასუფეველში მკვიდრობის შესაძლებლობა მისცა ძველ აღთქმისეულ კაცობრიობას მართლება წოდებულს. აი მაცხოვრის მიერ აღსრულებული სულიერი ღვაწლი და ძველ აღთქმისეული მდგომარეობის ცვალებადობა, როგორ შეიძლება განისაზღვროს თუ ვიღაცა შეკითხვას დასვამს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვამოკლებთ მაქსიმალურად სათქმელს, მაგრამ პასუხი ასეთი ფორმით შეიძლება გაიცეს. მან, ანუ მაცხოვარმა შეცვალა ძველ აღთქმაში არსებული სულიერი მოცემულობა და დაამარცხა სამივე სამთავრო, სამივე სამეუფო, რომელიც განგებულებითად მძლავრობდა პიროვნებაზე, მძლავრობდა ადამიანზე. აქ კიდევ ერთ რამეს უნდა გაუსვათ ხაზი, ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანური ბუნება დასნეულდა. სწორედ ეს სნეულება იყო მიზეზი იმისა, რომ არავის ქრისტეშობამდელ ეპოქაში, თუნდაც ამ ყველაზე დიდი სათნოებებით გამორჩეულ ადამიანებსაც კი არ შეეძლოთ აღმატებული სიწმინდისთვის მიეღწიათ. აი ესეთი სიწმინდისთვის მაგალითად როგორცაც მოციქულებმა მიაღწიეს. აი პირობითად, მოდით ასეთი ორი ადამიანი დავასახელოთ. მოსე ვახსენეთ წეღან და ვინ თქვათ აქეთ ამ მხარეს ახალი აღთქმის ეპოქა. პირობითად მოციქული პავლე, ან მოციქული პეტრე. შემოვიფარგლოთ ორი ადამიანი. ვინ უფრო დიდ სიწმინდეს მიაღწია? წმინდა მაქსიმე აღსარებლის პასუხი ასეთია. იმ ადამიანმა, რომელიც ქრისტეშობის შემდგომ პერიოდში მოღვაწეობს. და რატომ ვერ აღწევდა ის, ვინც ქრისტეშობამდე იყო ასპარეზზე გამოსული? პასუხი ასეთია. ადამიანური ბუნების სნეულება არ იძლევა პიროვნების ბოლომდე
განწმენდის პიროვნების ბოლობნე განხრთობის მიღწევის საშუალებას. აი წმინდა მაქსიმე აღსარებელი ვახსენე და ამას წინათ სულ ახალი გამოცემულია თანამედროვე ქართულ ენაზე ერთ-ერთი მისი ძალიან ღრმა და საინტერესო ნაშრომი ითარგმნა და ვინც დაინტერესებულია შეუძლია წაიკითხოს, თუმცა საკმაოდ რთული შრომაა, მაგრამ ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლის დაინტერესებულ პირს ასეთ რამეს გვეუბნება ძველი აღთქმის ეპოქაში ასპარეზზე გამოსული მართალი მოსაგრენიო, გამორჩეული მართალი მოსაგრენი. ადამიანში არსებულ მშვინვიერ ნაწილს მოიკვეთდნენ. მშვინვიერ ნაწილში რა იგულისხმება უნდა დავაკონკრეტო, ჩვენში არის გულისწყმა და გულისწყრომა, ხო? ადამიანი ამ ორი მშვინვიერი ძალით მოქმედებს. გულისწყმა ეს არის მსურველობითი ნაწილი, გულისწყრომა არის მრისხანებითი ნაწილი. და ყველა ჩვენგანში რომ სურვილი ჩნდება, აქედანაა ამ მსურველობითი ძალიდან, სულში არსებული მსურველობითი ძალიდან. მრისხანება რომ ჩნდება, გულისწყრომა ისიც აქედანაა, ჩვენი სულის ძალის ერთ-ერთი გამოძახილია, ხო? აი ამ ორ გულისწყმასა და გულისწყრომას, ანუ სულის ძალას მოიკვეთდნენ, მაგრამ სრულად მისი დაძლევა არ შეეძლოთ. სადღაცა ცოდვისმიერი მოქმედებები მაინც რჩებოდა. რაც შეეხება ახალი აღთქმის ეპოქას, თუ ადამიანი მოინდომებს მასში არსებული მდგომარეობა, რადგან ღვთის განკაცების შედეგად ჩვენეული ბუნება განკურნებულია, შეუძლია სრულად დაიქვემდებაროს როგორც გულისწყმა, ასევე გულისწყრომა. და ამიტომაც თუ შევადარებთ ქრისტეშობამდელ ეპოქას, ქრისტეშობის შემდგომ პერიოდს, აქ არის არსებითი განსხვავება. ის არის სრული სიბნელე, მდგომარეობა, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს, როგორი დიდიც არ უნდა იყოს პიროვნება, მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმუმს აღწევს იმისა, რასაც ქრისტეშობამდელი ეპოქა იძლეოდა და იმის იქით ვერ მიდის, ანუ აღმატებულ სიწმინდეში ის ვერ შეაბიჯებს. აი რაც შეეხება ახალი აღთქმის დროებას, ადამიანს ყველა გზა გახსნილი აქვს მისი ბუნების განკურნების შედეგად და შეუძლია მდგომარეობის ცვალებადობის შედეგად სრულყოფილი სიწმინდის მოპოვების გზით სრულყოფილი განხრთობის საიდუმლოს დაექვემდებაროს. აი ამ გაგებით ძველი და ახალი აღთქმა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჩვენ ანგელოზის დაცემა ვახსენეთ და ვახსენით ადამიანის დაცემა. და მოდით ამ თემასაც შევეხოთ. საეკლესიო ლიტერატურა გვამცნობს შემდეგს. რადგან ორი დაცემის სახეობა არსებობს, მაგრამ ღმერთი განკაცებული სახით მოვიდა წუთის სოფელში, თუმცა ადამიანის ანგელოზური ბუნება არ მეუღია, ხო? მხოლოდ ადამიანის ბუნება მიიღო. დაუსვათ შეკითხვა, რატომ? ანგელოზი დაეცა, ადამიანი დაეცა. თუ ადამიანის გამოსახსნელად ადამიანური ბუნება მიიღო, ანგელოზმა რა დააშავა? მიკერძოებული მოქმედება ხომ არ არის? შეიძლება ვიღაცამ ეს შეკითხვა დასვას, რომელსაც აუცილებლად სჭირდება საღვთისმეტყველო პასუხი. მამათა განმარტება ასეთია. ანგელოზისა და ადამიანის დაცემა შორის არსებობს არსებითი განსხვავება. უარსებითესი, ალბათ ჯობია ასე ვთქვათ, განსხვავება. რა არის ეს უარსებითესი განსხვავება? ანგელოზის დაცემა სრული შეგნებით აღსრულებული მოქმედებაა. ადამიანის დაცემა ბოლომდე შეგნებული მოქმედება არ გახლავთ. სადღაცას რაღაცა შეუმეცნებელი დარჩა ადამიანს და ამ ბოლომდე შეუმეცნებლობამ განაპირობა იმ ნაბიჯის გადადგმა, რამაც მდგომარეობის ცვალებადობა განაპირობა. ანგელოზში ეს არ მომხდარა. და სხვათა შორის აქვე იოანე დამასკელის და გრიგოლ ღვთისმეტყველის განმარტება უნდა მოუშველიო. დიდი მოძღვარი ასეთ რამეს გვეუბნება, იოანე დამასკელი დავიწყოთ. ადამიანის დაცემა ორი ფაქტორით არის განპირობებული. ერთი ეს არის ხორციელი ქვედამზიდველობა და მეორე ეს არის გარეგანი მაცდური ძალა. ამ ორი მოქმედების ზეგავლენის ქვეშ აღმოჩენილი ადამიანი შეცოდების აღსრულებელი შეიქმნა. მაგრამ აქ დავაკონკრეტოთ, რას ნიშნავს ხორციელი ქვედამზიდველობა და რას ნიშნავს გარეგანი მაცდური ძალა. მოდით გარეგანი მაცდური ძალით დავიწყოთ. ანგელოზის შემთხვევაში არც ერთი არ მოქმედებს, არც პირველი, არც მეორე. გარეგანი მაცდური ძალით დავიწყოთ მაინც. ჩვენ პირველ მშობელთან სამოთხეში ვინ მივიდა? ვინ შესთავაზა აკრძალული ხის ნაყოფი მიეღო? გახსოვთ თქვენ გველი? ტერმინი ასეთი ხდება, ხო? გველი შევიდა სამოთხეში და გველი შედის ურთიერთობაში. ვინ არის ეს გველი? ასეთი შეკითხვა დავსვათ. ბევრ შეკითხვებს ვამთ, მაგრამ შეკითხვების საჭიროა პასუხების გასაცემა. საეკლესიო ლიტერატურაში არის ცალსახა პასუხი გაცემა. ეს გველი გახლავთ იოანე ღვთისმეტყველის მიერ აპოკალიფსის წიგნში დაცემული ანგელოზისთვის განკუთვნილი სახელი დასაბამიერი გველი. აი ეს ეშმაკის უკეთური ძალა, რომელმაც ზეცაში შეცოდება აღასრულა, სწორედ ის მოიაზრება გველში, რომელიც ჩვენ პირველმშობლებთან მივიდა. და ნახეთ, ამას ეწოდება გარეგანი მაცდური ძალა. ანუ ჩვენი პირველმშობელი დამოუკიდებლად კი არ იღებს გადაწყვეტილებას. ვიღაცა მასთან მოდის, ურთიერთობაში შემოდის, რაღაც შეკითხვებს უსვამს, მერე მითითებას აძლევს და ჩვენი პირველმშობელი ამ შეკითხვებით გაბრუებული და მითითების ძალმობრეობის ქვეშ აღმოჩენილი ნაბიჯს დგამს. მოდით ასე დავსვათ შეკითხვა. თავად ამ უკეთურ ძალას, სანამ გაუკეთურდებოდა, ყავდა თუ არა ვინმე მიმთითებელი, გზის მაჩვენებელი, ბოროდებისკენ ხელის მიბეზგი, არავინ არ აყავს. ანუ გარეგანი მაცდური ძალა ანგელოზის შემთხვევაში არ მოქმედებს. აი ამიტომაც, რადგან ანგელოზის შეცოდების ჟამს სამყაროში ბოროტება არ არსებობს, ხოლო ადამიანის დაცემის დროს უკვე ბოროტება მოქმედია და მოქმედი ბოროტება შევიდა ურთიერთობაში ჩვენ პირველ მამასთან თუ პირველ დედასთან,
დაცემის ორი განსხვავებული სახე მივიღეთ. ერთგან ანგელოსთან გააზრებული შეცოდება, მეორეგან პირველ მშობლების შემთხვევაში ეს არის მძლავრებითი მოქმედება უკეთური ძალის. ეხლა მეორეც ვახსენოთ, ხორციელი ქვედამზიდველობა ასეთი რამე ვთქვით ჩვენ, ხო? ადამიანის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი იოანე დამასკელის მიხედვით გახლავთ ხორციელი ქვედამზიდველობა. რას ნიშნავს ხორციელი ქვედამზიდველობა? ცოტა ისეთია, ვისაც არ აქვს შეხება ამ საკითხებთან, შინაარს ვერ გამოიტანს ამ შესაბამისი ტერმინიდან. ნახეთ ხორციელი ქვედამზიდველობა რას ნიშნავს? ეკლესიის მამები, როდესაც საუბრობენ ვნებებზე, ყოფენ ორ ნაწილად. ანუ კლასიფიკაცია ხდება ვნებებისა და ამ შემთხვევაში ორ ჯგუფად იყოფა ვნებები. რას ნიშნავს ორად დაყოფა? ანუ ამ შესაბამისი განმარტება რას გულისხმობს? არსებობს წმინდა წერილის კერძოდ იონა წინასწარმეტყველის წიგნს დავეფუძნები, მარჯვენა ვნებები და არსებობს მარცხენა ვნებები. რომელია მარჯვენა ვნებები და რომელია მარცხენა ვნებები? მარჯვენა ვნებები არის სულიერი ვნებები, მარცხენა ვნებები არის ხორციელი ვნებები. კიდევ სჭირდება დაკონკრეტება. რას ნიშნავს მარჯვენა, ანუ სულიერი და რას ნიშნავს მარცხენა, ანუ ხორციელი ვნება? მაგალითად, სულიერი ვნება არის ამპარტა ვნება. რატომ არის სულიერი ვნება? მას არ სჭირდება სხეული მოქმედებაში მოსაყვანად. რა გვაქვს ამის დასტური? ზეცაში აღსრულებული ამბოხება უზენაესის წინააღმდეგ ამპარტავნები დაეც ანგელოზი. და ანგელოზს აქვს თუ არა სხეული? ჩვენ თქვით უკვე ამის შესახებ. ანგელოზი მარტივი ჰიპოსტაზია სხეულის გარეშე, ამიტომაც სხეულის არსებობა არ არის აუცილებელი, რომ ამპარტავნება მოქმედებაში მოვიდეს, ადვილად მარტივად შეიძლება რომ ის ამოქმედდეს. კიდევ ერთ ვნებას გეტყვით, მაინც მაგალითისთვის რომ კარგად გავიაზროთ, შურს როგორ გონია თქვენ, სჭირდება სხეულის არსებობა თუ არა? თქვენი პასუხი როგორი იქნება? ანუ ხორციელი ბუნება უნდა იყოს აუცილებლად რომ შური ამოქმედეს? სწორი პასუხია, ვინც უარი თქვით, არ სჭირდება. და საიდან ვიცით? ვიღაცა შეიძლება ნიმუშს დაგვეკითხოს, როგორც კი ღმერთმა შექმნა ადამიანი, ამპარტავნებას ანგელოზში არსებულს მოყვა შური. და ანგელოზი რადგან მარტივი ჰიპოსტაზია, სხეულის არ მქონე. აი შური როგორ ამოქმედა. შეხედა ანგელოზმა რომ ადამიანი კეთილად შემოიყვანა მყოფობაში, ამპარტავნებამ შური შვა, რიგითობა ასეთი ყოფილა, მამები ასე განმარტავენ და ამპარტავნები და შურით ბოლომდე დაბნელებული უკეთური ძალა უკვე ეკვეთა ჩვენ პირველ მამას თუ პირველ დედას. აი სულიერი მარჯვენა ვნებების სახით ჩვენ ჩამოვთვალეთ ორი, აღარ გვინდა გაგრძელება, გასაგებია მე მგონი ლოგიკა. მარცხენა რა არის? ხორციელი ვნებები რა არის? აი ერთს გეტყვით და მე დანარჩენი თქვენ შეგიძლიათ გონებაში თვლა გააგრძელოთ. მოდით ასე დავსვათ საკითხი. ნაყროვანება რომელი ვნება იქნება? პასუხი როგორია თქვენ? სულიერი იქნება თუ ხორციელი? მარჯვენა იქნება თუ რა თქმა უნდა მარცხენა? რა თქმა უნდა ხორციელი ვნება? სხვანა კიდე ერთს ვიტყვი და აღარ ვინა მედის გაგრძელებ. ვერცხლის მოყვარეობა რომელ ბუნებასთან დაკავშირებული სენია, ტერმინოლოგია რა მიემართება მას, ეს არის მარცხენა, ეს არის ხორციელი ვნებები. აი ახლა ეს რატო დავჭირდა ამ კონკრეტული მაგალითების მოტანა? რადგან ადამიანი ორბუნებოვანი არსება, ანუ სულის და სხეულის შემომკრებია საკუთარ იპოსტაში, თუ ის ღვთისაგან მიცემულ მცნებას არ დაექვემდებარებოდა და ღვთის ხატისებრ ბოძებულ აზროვნებას და თავისუფალებას სწორად არ გამოიყენებდა, მისი სირთულე, ანუ მისი შედგენილობა ჰიპოსტაზის, ანუ ორბუნებოვნება, მასში არსებულ მდგომარეობას გააორმაგებდა, ესე იგი ამ შეცოდების კუთხით. ადამიანში აღმოიშვებოდა ერთი მხრივ სულიერი ვნებები, მეორე მხრივ ხორციელი ვნებები. რაც შეეხება ანგელოზს, ანგელოზისთვის ეგრეთ წოდებული მარცხენა ხორციელი ვნებები უცხოა, რატო? მას სხეული არ გააჩნია და შესაბამისად ვერც ეს ვნებები ვერ მოვა მოქმედებაში და იქ უფრო მეტი სიმარტივე, იქ უფრო მეტი ცოტა უხეშად გამომივა, მაგრამ სწორად გამიგებ, თავის დაცვის შესაძლებლობა არ გახლავთ ისეთი სიმძიმე, არ გახლავთ ისეთი სირთულე. აი ძალიან ყოფითი ნიმუში, რა არის უფრო ადვილი, 100 კილო ტვირთი წაიღო თუ 20 კილო ტვირთი წაიღო? რიტორიკული შეკითხვა არ გჭირდება თქვენგან პასუხის მოსმენა, ხო? გაცილებით ადვილია 20 კილო ტვირთი მოიკიდო ზურგზე და იზიდო. აი რადგან ორი განსხვავებული პიროვნება ანგელოზზე და ადამიანზე როცა ვლაპარაკობთ, ადამიანის შეცოდებას გრიგოლ ღვთისმეტყველის განმარტება უნდა მოიშველიოთ, რადგან გარეგანმა მაცთურმა ძალამ იმოქმედა, რადგან ხორციელი ქვედამზიდველობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი ადამიანის დაცემისა, ეწოდება უნებური შეცოდება, ბოლომდე გაუაზრებელი შეცოდება. და რას გავს იცით, მე სხვა დროს გამომიყენებია ეს მაგალითი, ჩემგან მოფიქრებულია, თუმცა ისეთ საკითხია შემიძლია მარტივად ხმამაღლა გავახმოვანო თქვენთანაც. ადამიანის შეცოდება ემსგავსება შემთხვევას, როდესაც პიროვნება უფსკრულის პირას დგას და ფიქრობს, გადავდგა ნაბიჯი თუ არ გადავდგა. ასეთ პიროვნებას რა ქვია? აი ვინც უფსკრულის პირზე დგას და კიდე ფიქრობს, გადავდგა ნაბიჯი, ხო ბრიყვი ადამიანი ეწოდება ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ უცებ სხვა ტერმინი ვერ მოვიფიქრე. რა თუნდა მას ფიქრი დამსჯელობა? უფსკრულის პირზე თუ დგახარ, ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს იღუპები ადამიანი და ბრიყვი ხარ თუ ფიქრობ ამას, მაგრამ აი ამას ემსგავსება ადამიანის შეცოდება, დგას და ფიქრობს, გადავდგა თუ არ გადავდგა, გადავდგა თუ არ გადავდგა. და ნახეთ როგორ გაგრძელდა პროცესი.
გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა ბრიყვიკაცია, კიდევ ერთ საგანგებოდ ამ ტერმინს ბრიყვიკაცია უკან არ ბრუნდება, უნდა მოტრიალდეს და გასცილდეს, რაც შეიძლება შორს წავიდეს. ვიღაცა მოვიდა, აი ამ ფიქრის პროცესში ხელი კრა და გადაიჩეხა. აი ეს დაემართა ადამიანს, ეს დაემართა ჩვენ პირველ მშობლებს. რა ჭირდება ანგელოზის შეწოდებას, ანგელოზი უფსკვლისპირას არ ადგას. ის არ ფიქრობს გადავდგა და ვიღაც არ მოდის მერე და მას ხელს არ კრავს. ეს არის მისი დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება, სრულად გააზრებული, ბოლომდე, თავიდან ბოლომდე შემეცნებული და სადაც სრულად შემეცნება საკითხისა, იქ უკან დახევა არ ხდება. და მოდით, ეხლა ანგელოზე და ზეცაზე ვსაუბრობ და ცოტა რთულად გასაგებია. ადამიანურად ვთქვათ, ჩვენ ადამიანები ვართ. აი თქვენ ცხოვრებაში აბა გონების თვალი გადავლეთ, მე ჩემსას გეტყვით. ყოფილა შემთხვევები, ჩემ მაგალითს გეუბნებით, სადაც შეგნებულად გადაწყვეტილება მიმიღია, მიფიქრია ჩემთვის მიმსჯელია, აი პირობითად შეიძლება ღამეც გამითენებია, რაღაცა იყო ისეთი საკითხი, ყველა წახნაგ შევხები ვარ და როგორც კი შეგნებული გადაწყვეტილება მიმიღია, რამდენ ადამიანს არ უთქვამს, რომ მოდი იქნებ ასე არა, იქნებ სხვანაირად და 1, 2, მე-5, მე-10 პირობითად ან 20, ან 50 ხო რაოდენობას პირობითად ვამბობ, მე არ შემიცვლია ეს გადაწყვეტილება. და რატომ არ შემიცვლია? აი რითაც დავიწყე საუბარი, იმით უნდა გავაგრძელო, შეგნებული გადაწყვეტილება და თქვენმა ჩემ შეგნებულ გადაწყვეტილებას ვერ შემაცვლევინეთ, რომ ეს ჩემი პიროვნებიდან მოდის, ბოლომდე გააზრებული გადაწყვეტილებაა და ამიტომ. მაგრამ ჩვენ პირველ მშობლებში ეს ასე არ ყოფილა. მათ ბოლომდე არ ქონდათ შემეცნებული შეცოდების შედეგი და შემდგომ უკვე როგორ ვითარდებოდა მოვლენები და აი ამიტომაც რადგან ორი სრულიად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანგელოზმა თავიდან ბოლომდე გაიაზრა, ყველაფერზე იფიქრა და იმსჯელა და შეგნებულად დაუპირისპირდა უზენაეს და ამ დაპირისპირებას მოყვა უცვალებელი მდგომარეობა და მამებთან მაგალითად მახსენდება ავტორი წმინდა კირილე იერუსალიმელი უკეთური ანგელოზის არჩევანს ასეთ ტერმინს განუქუთნებს, შეუნანებელი არჩევანია. რას ნიშნავს შეუნანებელი არჩევანი? ახლა ამასაც ბევრი ფილოსოფია არ ჭირდება. სვალებადობა ამ არჩევანში არასოდეს არ შემოვა. მაგრამ აი ადამის არჩევანს შეუნანებელი არჩევანი არ ეწოდება. ადამმა შესწოდა, ადამი გაუკეთურდა და მისი უკეთურება და გონების სიბნელე საჩანს, წმინდა წერილი გვიდასტურებს ამას. შეკითხვას დავსვამ და მე გავაგრძელებ მსჯელობას, იცის თუ არა ადამა რომ ღმერთი ყველგამყოფია. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? ხო, აი საეკლესიო ლიტერატურასთან შეიძლება აქტიური შეხება არ გვაქვს, მაგრამ ისე მარტივი პასუხი რომ გამცეთ, იცის თუ არა როგორ გონიათ რომ ღმერთი ყველგამყოფია? ჩვენ ვიცით ეს და სრულყოფილად შექმნილ ეს ცოდნა არ ექნებოდა? ანუ ადამა იცის რომ ღმერთი ყველგამყოფია. და ნახეთ, როგორც კი შესწოდა, როგორი სიბნელე შედის გონებაში, ღმერთი ეცხადება თავისი ძალმოსილებით მიეახლება ჩვენ პირველ მამას თუ პირველ დედას. რას აკეთებენ? მათი მოქმედება რა არის? იმალებიან. პირველი მოქმედება იყო დამალვა. ანუ ყველგამყოფს ემალებიან და ყველგამყოფს რომ დამალვას დაუწყებს ადამიანი, მის გონებაში რა მდგომარეობა? დაბნელებულია უკვე გონება. ის განსჯა რაც მანამდე ქონდა შეცოდებამდე, იმ სახით, სათნო სახით აღარ არის წარმოდგენილი. და თან ერთი რამეც ავთქვათ და აუცილებლად თავი არ დამიკარგავს დავბრუნდები, ჩვენ ხშირად ასე ვამბობთ, ღმერთმა დასაჯა ადამიანი და რაღაცა თითქოს და სასტიკ-ფსაჯულად გამოგვყავს. ღმერთს კი არ დაუსჯია. ეს გახლავთ ადამიანის არჩევანი. და რაც არჩევანი ადამიანისა, ღმერთი ძალმომრეობით იმის საწინააღმდეგოს არ მოქმედებს, ხო? საეკლესიო განმარტება გრიგოლ ნოსელისგან ასეთი ფორმით არის ჩამოყალიბებული, იმ ნაწილის, რაზეც აღარ ვილაპარაკეთ, იძულებით ქნილს არასოდეს ვიტყვით სათნოებად. ანუ რაც იძულებითია, ეს სათნოება არ არის. აქ შეიძლება თქვენ მე რაღაცა მაიძულოთ, აი ყველა ერთად ბევრნი ხარ და შეიძლება არ მინდა გაკეთება, მაგრამ იძულების ქვეშ აღმოჩნდი, შემეშინდა, რაოდენობა გავითვალისწინებ, ეგ არ არის სათნო საქმე. რატო? იმიტომ რომ ჩემგან დამოუკიდებლად ჩემი ნების მიღმა კეთდება. ეს არა ჭეშმარიტად კეთილი საქმე. ჭეშმარიტად კეთილი საქმე რა არის? აი როცა მე ვიფიქრებ, ვიმშელებ და ჩემი პიროვნებიდან გამოვა ეს ნება და კონკრეტული საქმის აღსრულებას ვიწყებ. ვიღაცამ კი არ შემაშინა, ვიღაცა როზგებით კი არ დამადგა და ამის გამო ვაკეთებ, არა, ჩემი პიროვნული არჩევანი. და ნახეთ, ისე უკან დავბრუნდები, რითაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი, ჩვენი პირველშობლების შემთხვევაში გაუაზრებელი იყო ის ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს. და რადგან გაუაზრებელი იყო და ბოლომდე მათ შეგნებაში არ იყო შემოსული ეს უკეთურება, რჩებოდა შესაძლებლობა, რომ აი ამ ძლავრებითი მოქმედების გავლენის ქვეშ აღმოჩენილ ადამიანს ისევ სიკეთისკენ გადაედგა ნაბიჯი. და ეს მოხდა ჩვენ პირველ მამასა თუ პირველ დედაში, ამაზე ვსაუბრობდით, ადამიანის გონება, რომელიც დაბნელებულია, რომელიც ყველგამყოფ ღმერთს ემალება. და ერთი რამე ვთქვი და ბოლომდე მივიყვან მაინც სარკმელს და თითქოს ღმერთი მას ჯის და სამოთხიდან გარე გააძევებს, გარეთ გაყავს ის, ხო? და იწყება უკვე ის ყოფა, რა ჩვენთვის ბუნებრივია, უამრავი განსასწრებით, სირთულით, ავადობით და ასე შემდეგ ახსავსე, ხო, შეჭირვებებით, აი რაც ჩვენ გვიდგას დღეს, ტექნოლოგიური პროგრესი ასეთი არ იყო, მაგრამ
იგივე ბუნების გაგებით, ბუნების მოცემულობის გაგებით, იგივე ვითარებაში აღმოჩნდნენ ჩვენი პირველ მშობლები. და ეს არ იყო საღვთო სასჯელი, მე ამის თქვა მინდოდა, ეს არის ადამიანის არჩევანი და საჩანს რომ ადამიანის არჩევანია. როგორ შეიძლება ეს დავადასტუროთ, რომ ღმერთი სასტიკი მსაჯული არ არის, ხო, რაღაცა ზეციდან რომ კონკრეტულად სურს ვიღაცა პიროვნება დაიტანჯოს და უბედურებაში იყოს. წმინდა წერილიდანვე ჩანს და ის ადგილი უნდა მოიშვილოთ ისე რაც ჩვენ ვახსენეთ. რა გააკეთა ერთმა თუ მეორემ, ადამიანმა თუ ევამ, როდესაც ღმერთი მათთან ახლოს მოვიდა, დაიმალნენ. და ნახეთ, რისი თქმა მინდა, ჩვენ მაგალითად მივდივართ ქუჩაში, ყოფითი ნიმუში უნდა მოვიტანო და ვიღაცა პიროვნება მოდის, ვისაც ჩვენ ვიცნობთ, ვინც ვირფასია, ვინც კარგი ადამიანია და დავიმალეთ. ჩვენი დამალვა რის ნიშანი იქნება? თქვენი პასუხი რა იქნება? აი, გონებაში გაეცით პასუხი, ხმამაღლას არ არის აუცილებლად. მე არ მინდა მასთან ურთიერთობა. გვიმალები მაშინ, როდესაც ურთიერთობა არ მინდა იმასთან, ვისაც ვხედავ და სადაცაა ჩვენი შეხვედრა მოხდება. და რა გააკეთეს ჩვენმა პირმშობლებმა? დაიმალნენ და დამალვა ნიშნავს იმას, რომ ღმერთთან ურთიერთობის სურვილი არც ერთშია და არც მეორეში. და 64 რა ადგილია, ზემოთ ვახსენეთ, ერთ-ერთი ფრაზა ასეთი იყო ჩემგან წარმოთქმული, ღმერთთან ურთიერთობის სივრცეა, ღმერთთან ურთიერთობის ადგილი. რადგან ადამი იმალება, რადგან ევა იმალება, ხოლო 64 ღმერთთან ურთიერთობის ადგილია, ისინი 64-ში ვეღარ გაჩერდებიან. მათი არჩევანი ასეთი და ღმერთი ამ არჩევანს არ უპირისპირდება და ორივე მათგანი 64-დან გამოდის და იწყება, როგორც ვთქვით, სირთულეებით ახსავსე ცხოვრება, ხო, ყოფ ადამიანისა, რაც სიკვდილით ჭყალებში გვირგვინდება და სული ჯოჯოხეთში მკვიდრდება შემდგომში ერთი თუ მეორე და მათდაკვალად მთელი კაცობრიობა. აი ეს არსებითი განსხვავება ანგელოზის დაცემას და ადამიანის დაცემას შორის. ანგელოს არჩევანი შეგნებულად სრულად აქვს აღსრულებული და სადაც სრული შეგნებულობა უკან დახევა არ ხდება, ამაზე ვსაუბრობ ჩვენ ადამიანის არჩევანი ბოლომდე გააზრებული არ იყო და ამას ცხადყოფს ადამიანის ცხოვრება. მართალია ბიბლიაში ასე დეტალურად ეს გადმოცემული არ გახლავთ, მაგრამ ერთ-ერთი დიდი მოძღვარი წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი მისი ქადაგებაა შემორჩენილი ჩვენ დროებამდე, ასეთ რამეს გვეუბნება, როდესაც პირველ ცოდვის მოქმედების შემდგომ, აი პირველი აღსრულებული ცოდვის მოქმედების შემდგომ მცირეოდენი დრო გავიდა და ადამიანმა და ევამ რაღაცებზე იფიქრეს და იმსჯელეს და ნახეთ ახლა როგორი ვითარება ჩვენ დანარჩენი კაცობრიობა 64-ში არ ყოფილვართ. არც ცოტა ისე უხეშად შეიძლება გამოვიდეს, სუნი ვიცით იქაური, არც გემო ვიცით იქაური, ხო? არ განგვიცდია ეს განცდები, ამის არ გვიტარებია. ვინ განიცადა, ვინ დაინახა, საკუთარი ხელებით ვინ შეეხო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი პირველ მამა და პირველ დედა. და როდესაც 64-ის გარეთ აღმოჩნდნენ და ცოდვის აღსრულების შემდეგ, აი სხვა დროსაც მithქვამს და თქვენთანაც გამოვიყენებ, ცოდვა თურმე ადამიანზე ასეთ მოქმედებას ახდენს, ცოტა ისეთი სპორტული ტერმინია, მაგრამ გასაგებს ხდის საკითხს, ნოკდაუნში აღმოჩნდება ადამიანი. აი როგორც ძლავრად მას მოხვდება ეს ცოდვა აღესრულება პიროვნებისგან, სულიერი ნოკდაუნი დავარქვათ ასე, მაგრამ კრივში ხდება ხშირად, ხო? მაგრა თუ მოხდა ერთი მოკრივეს მეორისა, გონია რომ აზრზეა, გონია ჭუბის გაგრძელება შეუძლია, მაგრამ შეიძლება არც კიცის რა მიმართულებით იყურება, ხო? ამ ქვეყანაზე არა, რაღაცა პერიოდის განმავლობაში. აი ესეთ რამ დაემართა ჩვენ პირველ მშობლებს, მაგრამ რა იცის იმ მდგომარეობამ, ფიზიკურმა ნოკდაუნმა, ცოტა ხანში აზრზე მოდიხარ და მე მოვლენების შეფასების უნარი გაგაჩნი. აი როგორც კი ამ სულიერი მდგომარეობიდან გამოვიდნენ და მიხვდნენ რა დაკარგეს და ყველაზე კარგად მათიციან. კაცობრიობის ისტორიაში თუ კი ვინმე იცის რა დაკარგა, ყველაზე კარგად ეს ჩვენმა პირველ მშობლებმა უწყოდნენ, წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი ვახსენე, ასეთ რამეს გვეუბნება, ადამი და ევა დღე-დაღამე ტიროდნენ და მოთქვამდნენ დაკარგული 64-ის გამო, მაგრამ მდგომარეობა ისეთია, რომ ეს 64 ასე ვერ დაბრუნდება. ადამიანის გლოვა და ტირილი ძველახთმისელ ამას ვერ უშველის, რადგან ღმერთი ზეციდან უნდა გარდამოვიდეს და უნდა აღსრულდეს ის, რაზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. აი ამიტომაც ძლავრებითი აღმოჩნდა უკეთური ძალის მოქმედება ჩვენ პირველ მშობლებზე და არჩევანის შესაძლებლობა კვლავ რჩებოდა. აი ერთსაც ვიტყვი და ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიყვანოთ, რომ არ გადაგხალო ძალიან, ცოტა რთული თემებია, ცოტა არა, საკმაოდ რთული თემებია. მამები ასეთ რამეს გვეუბნებიან. ჩვენ ვახსენეთ, რომ ანგელოზის შეწოდება ის არის შეუნანებელი არჩევანი, ადამიანის შეწოდება არის სინანულის შესაძლებლობა, რჩება მაინც, ხო? და დასტურად ადამი და ევა მოვიყვანეთ, რომლებიც გაბრწყინებულები არიან და წმინდანები არიან, სასუფეველში მკვიდრობენ. დღევანდელი მოცემულობა ასეთია. აი უფრო კარგად რომ გავიაზროთ, ერთ რაღაცას გეტყვით. არ არსებობენ ადამიანებში შეუნანებელი ცოდვილები? შეკითხვა დავსვათ ასეთი, როგორ არა? ეკლესიის მამები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ კაცობრიობა პირობითად ჩვენ ეს დაყოფა ვთქვათ ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი არის მონანული ცოდვილი, მეორე ნაწილი არის შეუნანებელი ცოდვილი. მოდით ახლა კიდევ ერთ რამეს ვიტყვი. ღმერთმა ადამიანს თავის ხატად შექმნა და ხატისებრიობა რას ნიშნავს?
ამით დავიწყეთ ჩვენ საუბარი, ნიშნავს აზროვნებას და თავისუფალებას, ანუ თვითუფლებრიობას. ოღონდ ამას სჭირდება დაკონკრეტება, როგორ აზროვნებას და თავისუფალებას. შეიძლება ადამიანმა იაზროვნოს და თავისუფალება მოქმედებაში მოიყვანოს და უბედურება მოაწიოს ვიღაცას, რაღაცას, ხო, რაღაც საშინელება ჩაიდინოს, ბოროტება ჩაიდინოს, სოდვა აღასრულოს, აზროვნებით და თავისუფალინებით. ანუ ეს ზოგადი განსაზღვრება საკმარისი არ არის. აი ხა კიდევ ერთი ტერმინი უნდა შევამატოთ. ღვთის ხატება, როგორი აზროვნება და თავისუფალინება ყოფილა, სათნო აზროვნება და სათნო თვითუფლებრიობა. აი ეს არის ღვთის ხატისებრიობა. მაგრამ დაცემულ ანგელოზსაც ჰქონია ხატება. დაცემული ანგელოზის ხატებაც არსებობს თურმე, როგორც ამას საეკლესიო ლიტერატურაში ვკითხულობთ. და აი შეუნანებელი ცოდვილები საკუთარ თავში დაცემული ანგელოზის ხატებას ატარებენ. და მოდით შეკითხვა დავსვათ ასეთი. თუ კი ღვთის ხატება სათნო აზროვნება და სათნო ნებელობაა, დაცემული ანგელოზის ხატება ადამიანში რა იქნება? პასუხი მე უნდა გავცე, შეკითხვის დამსმელი მე ვარ ამ შემთხვევაში, ხო? დაცემული ანგელოზის ხატება არის შეუნანებელი მდგომარეობა. აი ადამიანი, რომელსაც სინანული არ გააჩნია და როგორ გითხრათ, დაძინებულია მდგომარეობისთვის, ხო, მისთვის უცხოა სინანული და ასე გარდაიცვლება, ასეთი ადამიანი საკუთარ თავში ღვთის ხატისებრიობას კი არ ატარებს თურმე საეკლესიო ეგზეგეტიკის მიხედვით, არამედ დაცემული ანგელოზის ხატებას და ამით იმის თქმა მინდოდა. მარტო ზეცაში აღსვლებული ამბოხების შედეგად კი არ მივიღეთ ჩვენ შეუნანებელი არჩევანი. კაცობრიობის გარკვეული ნაწილი ამ არჩევანის მფლობელი, ამ არჩევანის გამაცოცხლებელია საკუთარ თავში და ვინც ამ არჩევანს ფლობს, მარადიული წარწმედას ასეთი ადამიანი ექვემდებარება, რა თქმა უნდა, ჯვარისწერია ყველას. მოდით ახლა შევაჯამოთ, საათზე მეტი კი გავიდა და არ მინდა რომ გადაგყალოთ. მოკლედ და მე შეკითხვები ალბათ რაღაცები იქნება და მე შევეცდები ჩემი შესაძლებლობების პარკლებში გიპასუხოთ. ძველი და ახალი აღთქმა ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა. ღვთის განგებულებით ქრისტეშობამდელი ეპოქა ეს არის ერთგვარი სასჯელის პერიოდი კაცობრიობისათვის და ამ სასჯელიდან გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს და სხვათა შორის ერთი რამ გამახსენდა და აი ამით დავასრულებ. ეკლესიის დიდ მოძღვართან წმინდა დიონისე არეოპაგელთან გვხდება ასეთი რამ. ძველი აღთქმა ეს არის ღვთისმეტყველება, ხოლო ახალი აღთქმა არის ღვთისმოქმედება. თეოლოგია და თეორგია ბერძნულში ასეთ ორ ტერმინს იყენებს. ძველი აღთქმა არის თეოლოგია, ქართულად ღვთისმეტყველება და ახალი აღთქმა არის ღვთისმოქმედება, თეორგია ბერძნულად. რას ნიშნავს? აი პირველად რო წავიკითხეთ, ცოტა გააზრება გამიჭირდა, მაგრამ რომ გავიაზრე გამაოცა სიმართლე რომ გითხრათ ამ განმარტებამ მსგავსი არავისთან არაფერი არ შემხვედრია. იცით რატომ არის ძველი აღთქმა ღვთისმეტყველება? ძველი აღთქმის ეპოქაში ასპარეზზე გამოდიან ადამიანები, რომლებიც იმეცნებენ როგორ მოხდება კაცობრიობის გამოხსნა, მაგრამ შედეგი არ დგება. არ ამოქმედებულა ჯერჯერობით ის წინასწარმეტყველებები, რაც ამ ადამიანმა შეიმეცნეს. ამიტომაც ყველა ამ წინასწარმეტყველებას, რაც ღმერთმა გაუცხადა წინსრებით, არ მომხდარა, ხო? პირველ საუკუნემდე ღვთის განკაცება თეოლოგია ეწოდება, ღვთისმეტყველება ეწოდება, მესიასთან დაკავშირებული მოძღვრებების გადმოცემას. აი რაც შეიძლება ახალ აღთქმას, რაც იყო ნაწინასწარმეტყველები, ანუ ნაღვთისმეტყველები დიონისესეულ ტერმინოლოგიას თუ მოვშველეთ, მოქმედებაში მოვიდა. და რადგან მოქმედებაში მოვიდა, ახალ აღთქმას ეწოდება თეორგია, ანუ ღვთისმოქმედება, ანუ ღმერთის ზეციდან გარდამოსვლა, ადამიანად მოვლინება და შემდგომ აი სულიერი ასპარეზის აღსრულება, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, აი ამ გაგებით ეს ორი ეპოქა აბსოლუტურად არსობრივად სხვაობს ერთმანეთისაგან. ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის და ბოდის გიხდით თუ რაღაცა რიგ შემთხვევაში გაუგებრად გადმოვეცი და დაგღალე და ვერ მოვიტანე ისე როგორც საჭირო იყო. მადლობთ. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი არსებითი და მნიშვნელოვანი და რთული საკითხია იმავდროულად. ახლა აქ რაზეც იყო ლაპარაკი, ანუ მაინც დავაკონკრეტებ მამა ირაკლის შეკითხვას, ხომ შეიძლებოდა ღმერთის ემოქმედა ბოროტება საერთოდ არ შემოსულიყო ამ სამყაროში. ყოვლის შემძლე თუა და ვიცით რომ ერთ-ერთი თვისება ეს არის, მოდი ასე ადამიანი უკრძალავს ადამიანს და აკრძალვით არ აკეთებს ის მეორე და ღმერთს არ შეეძლო, აი აკრძალა და დამთავრდებოდა, არც ანგელოზი დაეცემოდა და არც პირველმშობელი, ხო? აი რაღაც ძალიან თუ გავამარტივებთ, ასე დგას საკითხი. პირველი რაც მახსენდება ამ შეკითხვაზე პასუხი ზოგადი დავიწყოთ, დაცული არის წმინდა იოანე დამასკელთან გარდამოცემაში. ალბათ ვისაც წაკითხული აქვს გაახსენდება, რისი თქმა მინდა, წმინდა იოანე ასეთ რამეს გვეუბნება, რომ თუ კი იმის გამო, რომ როდესაც ღმერთი შექმნიდა საკუთარ ქმნილებებს და ეს ქმნილებები უკეთურ არჩევანს აღასრულებდნენ, აი ამის მოლოდინით ღმერთი არსეობაში არ შემოიყვანდა გონიერ არსებებს, ანუ იგულისხმებიან ანგელოზები და ადამიანის შეცოდება იქ არის, ხო, სხვაგან სადაც თავისუფალინება ცოდვა იქ არის, აი ესეც დავაკობ ცხოველთა სამყაროში ცოდვა არ არსებობს იქ, უნებური მოქმედებებია და ეს განსაზღვრებას ვთქვა, ხო, მხოლოდ ორ შემთხვევაშია ცოდვა, ეს არის ანგელოზი და ეს არის ადამიანი. თუ კი აი ამის გამო, რომ
თურმე მე შევქმნი სამყაროს ღმერთი ფიქრობს თითქოს თავისთვის და მე იქ ანგელოზი და ადამიანი უკეთურ არჩევანს გააკეთებს და მოდი არ შევქმნი ამის გამო. ნახეთ ივანე დამასკელი ცოტა ფილოსოფიური პასუხია, მაგრამ მე მგონი არ გაგვიჭირდება გააზრება. გამოვიდოდა რომ არსებულ სიკეთეს ძლია არარსებულმა ბოროტებამ. გესმით შინაარსი, აი კარგად გავიაზროთ. რა გამოვიდა, ნახეთ, ღმერთი არსებული სიკეთეა, ბუნებითი სიკეთეა, რომელსაც არ აქვს დასაბამი და დასასრული. სამყარო არ არის შექმნილი. ისევ აი ამ ჟელობაში გამომყევი და ღმერთი ადამიანურად დაუთქვა, ფიქრობს. მოდი ახლა შევქმნი სამყაროს, მაგრამ ჩემი ქმნილება ანგელოზის და ადამიანის სოდვას დაექვემდებარება. მოდი არ შევქმნი, რახანასია საქმე. რა გამოვიდა? არარსებულმა ბოროტებამ, იმიტომ რომ არ შექმნა ღმერთმა ეს სამყარო ამ მიზეზის გამო, რაც ზემოთ ვახსენე, ძლია არსებულ სიკეთეს და ეს შეუძლებელია. არარსებული მით უმეტეს ბოროტება სიკეთეს ძლევდეს. აი ესეთი ფილოსოფიური, მაგრამ ძალიან საინტერესო პასუხი აქვს გაცემული წმინდა იოანე დამასკელს. მერე სხვა მამათა კომენტარებიც მოვიტანოთ და სხვა მამები ასეთ რამეს გვეუბნებიან. შეწოდება აღსრულდა ზეცაში, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს შეწოდება საყოველთაო არ იყო. რაღაცა ნაწილი დაეცა უსხეულო ძალებისა. და მოდი დავაკონკრეტებ, მამა ირაკლი მახსენა აპოკალიფსის წიგნი 1:13. ანდრია კისარია კაბადოკელი ასე განმარტავს, იმ 1:13-ში არა მარტო უსხეულო ძალები, არამედ წარწმედას დაქვემდებარებული კაცობრიობის ნაწილიც მოიაზრება, ანუ განაზოგადებს კიდევ უფრო ვრცლად. რაც შეეხება დაცემულ უსხეულო ძალებს, ჩვენ რაოდენობა მათი არ ვიცით, მაგრამ ზოგად განსაზღვრებას მაინც გეტყვით ეკლესიის მამებთან რა შინაარსის სწავლებაა დაცული, 9 დასი არსებობს ანგელოზებისა. ეს მე მგონი ყველამ კარგად ვიცით. მე-9 დასიდან, ანუ საკუთრივ ანგელოზთა დასიდან მოხდა დაცემა. თუმცა სრულად არა. ანუ 9 დასიდან მხოლოდ 1 დასი უნდა დავტოვოთ და იმ დასისიდან რაღაცა ნაწილი დაექვემდებარა, თუმცა დიდი სიმრავლე. მაგრამ რაოდენობრივად გაცილებით მეტნი არიან ისინი, ვინც პირვანდელ სიკეთეს ინარჩუნებენ და კიდევ უფრო მეტად განიღრთობიან და ამ სიკეთეში წარიმატებიან. და ნახეთ მეორე პასუხი რა არის? რაღაცა ნაწილმა რომ შესწოდა. ამის გამო ვინც არ შესწოდა იმათმა რა დააშავეს, რომ მას შეექმნა ღმერთს, ისინი და არსებობაში არ შემოიყვანა, ხო? ანუ შენ რომ ცუდად იქცევი, ამის გამო მე არ განვიკუთვნო სიკეთეს, ეს რანაირი სამართლიანობაა. მე თუ იმ საქმეს კარგად ვიყენებ, იმის გამო რომ მეორე აშავებს, არც მე არ უნდა მქონდეს ამაში წილი, ეს ხო უსამართლობაა. მერე ადამიანებზე გადადიან მამები ამ განმარტების გაგრძელების პროცესში. ვიღაცები რომ შეუნანებელ მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიღაცები სინანულით ახსავსენი არიან და ღმერთთან მარადიულ ურთიერთობას მოიპოვებდნენ და იმად გამო, რომლებიც შეუნანებელნი არიან, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც მარადიულად ღმერთთან ყოფობის სურვილს ეძიებს და რეალიზება ხდება კიდევაც ამ მდგომარეობისა. ამიტომაც ერთის დანაშაულით სხვა არ განეკითხება. ყველა ცალკე აღებული პიროვნება საკუთარი დანაშაულის გამო აგებს პასუხს. ეზეკიელის წიგნი გამახსენდა, არ არის პასუხისგებელი შვილი მამის დანაშაულისთვის და არც მამა შვილის დანაშაულის მიზეზით. ხო, აი პირველ ნაწილს ფილოსოფიურს, მეორე უფრო პრაქტიკული განმარტებად შევმატეთ და აი ამ ფორმით არის წარმოჩენილი. მაგრამ მაინც დაუბრუნდეთ დასაწყის ნაწილს შეკითხვისა და ჩემეული მსჯელობა შემოგთავაზეთ. არ შეეძლო რომ არ მომოქმედებულიყო ცოდვა უზენაეს? როგორ არ შეეძლო? შეძლებით შეეძლო. იტყოდა რომ აი როგორც კი გაფიქრება დაიწყო ზეცაში უსხეულო ძალამ რომ მოდი ახლა დაუპირისპირდები რომ დაასრულე და აიძულებდა და სიკეთისკენ წარმართავდა და სამოთხეშიც ეს მოხდებოდა. ჩვენ პირველ მამა და პირველ დედა ვერ მოწყვიტავდა იმ აკრძალული ხის ნაყოფს. მაგრამ მე რა გითხარით, აი ერთი განსაზღვრება მოვიტანეთ წმინდა იოანე გრიგოლ ნოსელისა, იძულებით გაკეთებული საქმე არ არის სათნოება. რაც იძულებითია, ის სათნოება არ არის. და იცით რატომ არ არის სათნოება? შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რატო არ არის იძულებით გაკეთებული სათნოება. აი ისე პრაქტიკულად შევხედოთ, თქვენ თუ მე რაღაცის გაკეთებას მაიძულებთ, ჩემი ნება არ არის. მაგრამ თქვენ მაიძულებთ და მე ვაკეთებ და ვიღაცები უყურებენ გარედან და კარგი საქმეა, სახელს ამას დაარქმევენ, რომ ეს კაცი საქმეს აკეთებს და კარგ საქმეს აკეთებს. მაგრამ შინაარსი არ იციან, ვერ ხედავენ, რომ თქვენგან ვარ იძულებული. შეკითხვას ასეც დაგისვათ. ჩემში შინაგანად რა განცდები იქნება? აი ჩემი ფიქრები, ჩემი მდგომარეობა, ჩემი აი გამოძახილი სულისა რა იქნება თქვენ მიმართ? როგორ გონიათ? სიყვარული იქნება თუ უნდა შევცვალო აქ ტერმინი მეორე თუ სიძულვილი იქნება? როცა იძულების ქვეშა ვარ თქვენგან. რომელი იქნება? სიყვარულის მიერი შეიძლება ამას ვერ ვბედავ, ვერ გიბედავ, ბევრნი ხარ და მეშინია რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ რისი მატარებელი ვიქნები სინამდვილეში, აი გულწრფელად, შინაგან სიძულვილის თქვენ მიმართ. რატო? იძულების ქვეშა ვარ და არ მინდა ისეთ რამეს მაკეთებინებ. და ნახეთ ახლა ეს იძულება გაგრძელდა. მარტო ერთხელ კი არ მოხდა, მეორედაც მაიძულეთ. მესამედ მაიძულეთ, მეოთხედ მაიძულეთ. ახლა შეკითხვა დავსვათ კიდევ ახალი. როდის არის უფრო მეტი სიძულვილი? პირველი იძულების დროს თუ მეხუთე, მეათე, მეასე იძულების დროს? რამდენს უფრო
მეტად მაიძულებთ, იმდენი ჩემში სიძულვილის გრძნობა გაიზრდება თქვენ მიმართ და აი თუ კი ღმერთი იძულებითა და ამოქმედებდა ერთში თუ მეორეში თავის ამ ყოვლადძლიერნებას, გან არ იქნებოდა ასე, იქნებოდა, იქ იქნებოდნენ სადაც არიან, მაგრამ ეს არ იქნებოდა უკვე სათნო მოქმედება და არც სიახლოვის შესაძლებლობას არ მისცემდა აი ამ არსებებს, ანგელოზებს თუ კაცობრიობას, ადამიანებს და ამიტომაც ღმერთი თავისუფლებას ანიჭებს უსხეულო ძალაა თუ ადამიანი, სრულ თავისუფლებას ანიჭებს და ჩვენ ხშირად საყვედურობთ ხოლმე ამას და მეც მქონია ჩემ თავში ეს განცდა და სხვებისგან მომისმენია და ნახეთ არასწორი მიდგომა გვაქვს და იმიტომ რაც გვინდოდა ის მოგცა და ნახეთ ფრაზა ვთქვი რომელსაც განმარტება სჭირდება კითხვას დაგისვამთ აი შინაურულად შემოვდივარ ახლა ძალიან ურთიერთობაში რა გირჩევნია თქვენ და მე ერთად ვიღაცა შემოვიდეს და როზგებით გვედგეს თავზე თუ შემოვიდეს და გითხრას მოდი ჩვენ თანასწორები ვართ მეგობრები ვართ აი თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ ისე იმოქმედეთ პირველი შემოვიდა და ის გვეუბნება რომ არა მე რაც მინდა იმას გააკეთებ და არ გააკეთებ და გადაგვიჭირა როზგები ბოდიში ამ გამოთქმას აი ამ ორი ურთიერთობის ფორმიდან რომელი გვირჩევნია გავცეთ პასუხი ახლა თუ ადამიანი ნორმალურად აზროვნებს ყველა იტყვის რომ ის მირჩევნია მეორე რომელიც თანასწორობით შემოდის ურთიერთობაში და მეუბნება რომ მეგობრები ვარ და თავისუფლად იმოქმედე ხო ანუ ჩვენი სურვილი რა ყოფილა რა სულ შინაგანად ადამიანს თავისუფლება არა იძულების ქვეშ ყოფნა არა ჩექმის ქვეშ ყოფნა ბოდიში ამ გამოთქმაზე კიდევ ერთხელ ხო არამედ აი როგორც თანასწორები მეგობრები ისე ურთიერთობდეთ და რაც გვინდოდა ის მოგვეცა და კიდე ჩვენ საყვედურებს ვამბობთ აი რისი მსურველებიც ვიყავით ის მოგვეცა ძალმომრეობითი მოქმედება არ ყოფილა და აი აქედან გამომდინარე წეგან ახსენა მამა ირაკლი ვერავინ ვერ იტყვის როცა დადგება შესაბამისი ჟამი ადამიანში მხილაცფიერება რაღაცას ყოველთვის ეპოტინება თავის გასამართლებლად მაგრამ აი როცა შესაბამისი ჟამი დადგება და სხვანაირად ვიტყვის საქმეზე მივა ხო იქ ვერავინ ვერ გაიმართლებს თავს რადგან ყველას ის მოგვეცა და კაცობრიობის ისტორია ასეთი რისი მსურველებიც ვიყავით და შენ თუ ამას სწორად გამოიყენებ ეგ შენი საქმეა შენი დამსახურება შენი ღირსება კი ბატონო მაგრამ თუ არა სწორად გამოიყენებ აი ამის გამოც პასუხის გაცემა მოგიწევს და აი იქ უკვე თავის გამართლების შესაძლებლობა არ იქნება. უბრალოდ მამა ირაკლი სულ ბოდიშის მოხდა ერთსაც დავამატ, სულ ერთსაც. ნახეთ, აი მამებთან ხდება და ამიტომაც თავისუფლებას მივცემ, ასეთი რამე გითხრათ. მაგალითად ადამიანში არის შეუნანებელი არჩევანი და ასე მიღმერ სამყაროში გარდაინაცვლა. და ღმერთმა მიუხედავად ამ არჩევანისა, იძულების წესით მოკიდა ხელი და მართალთა შორის დაამკვიდრა. რა დაემართება ამ ადამიანს, რა მდგომარეობაში იქნება? მამები ასეთ რამეს გვეუბნებიან. ხო იტანჯება, მდგომარეობა მისი ტანჯვა, იმიტომ რომ ნახეთ სიძულვილი თუ აქვს ადამიანს და ადამიანები ვარ და ვის არ განგვიცდი ეს გრძნობა. სიამოვნებაა თუ ტანჯვაა, როცა ეს არ ტანჯვა, როცა რაღაცა გძულს, ვიღაცა გძულს შინაგანად იტანჯები, რაღაც უბედურ მდგომარეობაში ხარ ადამიანი. და ამ მდგომარეობის ფლობელი პიროვნება იტანჯება, მაგრამ აი იძულების წესი თუ იმ სივრცეში აღმოჩნდა, იმ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელიც რომ მისთვის საერთოდ უცხოა, აბსოლუტურად უცხოა, იქ გაათმაგდება ტანჯვა. ამიტომაც უკანასკნელი წყალობა ცოტა უცნაური გამოთქმაა, მაგრამ უკანასკნელი წყალობაა ღვთისა მდგომარეობის შესაბამისი ადგილია და იმიტომ. ერთი ნიმუშიც მახსენდება, აი ვიღაცა ღვთისმსახური ადამიანისთვის, რომელსაც ღმერთი უყვარს, ლოცვა უყვარს, ეკლესია და ღვთისმსახურების პროცესი არის რაღაც სიცოცხლე, აი როგორც ირემი წყალს ეწაფება, ისე ეწაფება ლოცვის დროს საღვთო მოძღვრებებს და სწავლებებს, მაგრამ ეს ერთი კაცი. მეორე ისიც ადამიანია, ხა მეორე მაგალითი უნდა გითხრათ, ხო? ორი ხელი აქვს, ორი ფეხი აქვს, ორი თვალი აქვს და ასე შემდეგ, ხო? ერთი ბუნების მქონენი არის. რო შეიყვანო და გააჩერო, დააბა, იწყვიტავს და გაიქცევა. და რატომ? მდგომარეობა არ შეესაბამება. ერთისა სხვა არის, მეორისა სხვა არის. ანუ აქ ადამიანი რომ არის და ერთი ბუნების მქონე, ეგ კი არ არის გადამწყვეტი. რა მდგომარეობის მატარებელია პიროვნება და აი ერთი ის მდგომარეობაა, რომელიც მიმღებია იმ სიკეთეებისა, რაც თქვათ ღვთისმსახურების პროცესში ხდება. მეორეთვისაც საერთოდ უცხო სამყაროა. და რომ კიდევ ერთხელ რომ დააბა 9 იმით, აი აიწყვიტავს 9 ჯაჭვით და გაიქცევა და სადღაცა სწავა მოძებნის იქ საახლობლოს სამეგობროს და აღარ ვაგრძელებ მე ხო? თავისი მისწრაფებები რაც არის, აი იმ საქმეს ჩაებმება. აი მიმღებლობა განაპირობებს ამას და თუ არა აქვს ადამიანს მიმღებლობა, რომ დავაბათ იქ, ისეთი ბორკილები დავაბით, ვერ აიწყვიტავს, ხო პირობითად. რა დაემართება, რა მდგომარეობაში იქნება, იტანჯება და იტანჯება. როდის დასრულდება, არ დაამთავრებენ, ვინ არიან ესენი, აი ამ განცდით იქნება და ანუ ტანჯვა ის რაც ვიღაცისთვის სიცოცხლეა, ვიღაცისთვის ცხოვრება და შემეცნებაში წარმატების შესაძლებლობაა და არა და ორივენი კაცნი არიან, ადამიანები არიან და ერთი სხვა გამოძახილია, მეორე სხვა. მე მახსოვს თქვენ წიგნში არის წმინდა დიონისე არიოპაგელის მიერ ესე იგი სწავლება, რომ მეამბოხი ანგელოზების მოქმედება გამოვლინდა ესე იგი სამ მდგომარეობაში. ანუ ესე იგი
ამპარტავნების შემადგენელი ნაწილებია, ხო, ესე პირუტყული ბრისმანება, უგუნური გულისხმა და მოუვიდებელი ოცნება. აი ეს რო აღიხსნა კარგად, აი ამის შესახებ. როდესაც ჩვენ ორი დაცემის შესახებ საუბრობთ, საკითხი ასე დგას. და ხშირად ადამიანები ამ მსჯელობაში მე თვითონ მახსოვს, სანამ მივიდოდი აქამდე და ეს დასკვნები აღმოჩენილი იქნებოდა ჩემგან, თუმცა მე არა ვარ პირველი, ვინც ეს აღმოაჩინა, ვისაც წაუკითხავს, ყველას აქვს ნანახი, უბრალოდ ჩემ თავთან მიმართებით ვამბობ, ვითარება ასეთია, რომ შეკითხვა შემდეგი სახით დაისმის. კი, მაგრამ ადამიანის არსებობის დროს მის მიერ აღსრულებული შეცოდება გასაგებია, იმიტომ რომ სამყაროში ბოროტება არსებობს. და არსებული ბოროტება რომ მოქმედებაში მოვიდა, ახლა ამას დიდი ლოგიკა არ სჭირდება, ხო? მაგალითად, რა ვთქვათ, ახლა აი ეს სინათლეა და ეს სინათლე მოქმედებს, ხო? ან წვდიადია და ღამდება და ღამე თავისას იზამს. მაგრამ თუ არ არსებობს ღამე, სიბნელე, როგორ მოვიდა ბოროტება მოქმედებაში? ანგელოზის შეცოდების დროს. ჩვენ ახლა ანგელოზე ვსაუბრობთ. ანგელოზის დროს დაცემა არ არის სამყაროში. არ დაცემულა არა, ხო, წინაპირობები არ არსებობს. ადამიანის შეცოდებისას წინაპირობები არსებობს. გაუკეთურებულია რაღაცა ნაწილი უსხელო ძალებისა და ერთ-ერთი ყველაზე თუ არიცი განმარტება რთულად პასუხგასაცემის საკითხია ანგელოზის დაცემის პროცესში არ არსებული ბოროტება როგორ ამოქმედდა, ხო? ასე შეიძლება ფორმულირება მივცეთ შეკითხვას. და დიონისე აროპაგელთან, დიდ მოძღვართან, პავლე მოციქულის მოწაფეა, პავლე მოციქულმა მოაქცია, მე ათენის მღვდელმთავრად დაასხა ხელი და პირველი ათენელი მღვდელმთავარია, ანუ ადრეული ეპოქის მოღვაწეა. მას უკავშირდება შრომების კრებული, რომელიც არეოპაგიტული კორპუსის სახელით არის ცნობილი და ერთ-ერთ შრომაში ასეთი პასუხია გაცემული. ანგელოზმა შემწოდებმა ზეცაში რაც მოხდა იმაზეა საუბარი, სამი მოქმედება აღასრულეს, მამა ირაკლის როგორ კარგად დაუმახსოვრებია, ეს არის უგუნური გულის თქმა, ანუ რა მოქმედებები ამპარტავნება ვთქვით, მაგრამ ახლა კონკრეტულად სხვა მიმართულებით მივიდივართ. უგუნური გულის თქმა, ესე იგი უგუნური გულის თქმა, პირუტყული მრისხანება და კადნიერი ოცნება წარმოსახვა. ასეთ სამი რამ ჩამოთვალა. ჩვენ ახლა ორად გავყოთ. აი ეს სამეული ჩამონათვალი, რომ უფრო მარტივად და ადვილად გასაგები იყოს. უგუნური გულის თქმა და პირუტყული მრისხანება. ეს ცალკე განვიხილოთ და კადნიერი ოცნება წარმოსახვა ბოლოსთვის მოვიტოვოთ. ვითარება შემდეგი გახლავთ. როდესაც ღმერთმა შექმნა ცხოველური სამყარო და მერე ბოლოს ადამიანი, ესე იგი ცხოველებს უბოძა სამშვინველი და ადამიანებს უბოძა ვამარტივებ მაქსიმალურად სული. მაგრამ ცხოველებსა და ადამიანებს შორის რაღაცაში მსგავსებაა და რაღაცაში განსხვავებაა. რაშია მსგავსება? ცხოველურ სამყაროში ყოფა წარიმართება ორი მოქმედებით. ეს არის გულის თქმა და გულის წყრომა. ცხოველებში არის ეს მსურველობითი ნაწილი და მრისხანებითი ნაწილი. აი, რა გითხრათ, ზაღრი რომ ღრენას დაგიწყებს, საერთოდ უმიზეზოდ გულის წყრომა მოვიდა მოქმედებაში. სამშვინველი მასში არსებული, ღვთისაგან ბოძებული, ხო, ამოქმედდა და რაღაც მრისხანებაში გამოიხადა. მეორე ნიმუში რა მოვიტანოთ, ახლა გულის თქმისა ცოტა ღიმილის მომგვრელია, მაგრამ უცებ ეს მომივიდა აზრად. კაის სიცხეში, ზაფხულში, ღორი რომ ტყლაპოში ჩაწვება სადღაცას, გულის თქმიდან მოსული მოქმედებაა, ხო? გაგრილება მოსურდა და ხო არ აზროვნებს, აზროვნების უნარი არ აქვს, მაგრამ ინსტინქტურად ეს მოქმედება განახორციელა სამშვინველიდან წამოსული ძალის საშუალებით, რომელსაც გულის თქმა ქვია. ადამიანში გულის თქმაც არის და გულის წყრომაც არის. აი ტოლობის ნიშანი ცხოველურ სამყაროს და ადამიანს შორის. იმიტომ რომ ჩვენ რომ სურვილი გვაქვს რაღაცისა და ვინაა სურვილის გარეშე, რომელიც არ არსებობს ადამიანი, ეს გულის თქმით ხდება. ჩვენ რომ მათ შორის ერთმანეთსაც უჯავრდებით ზოგჯერ, საიდან მოდის და ოჯახის წევრებს და ზოგადად მრისხანება, გულის წყრომითი ნაწილი ამოქმედა ჩვენში. ოღონდ ჩვენში ემატება ერთი რამ, რაც არ არის ცხოველურ სამყაროში. ეს არის აზროვნება და თავისუფალი ნება. აი ხატისებრიობა ღვთისა, რაც კაცისთვის, ადამიანისთვის ყოფილა ბოძებული. შესაბამისად, ადამიანის გულის თქმა და გულის წყრომა როგორი უნდა იყოს? უნდა იყოს გონიერი და უნდა იყოს გააზრებული, ხო? მაგალითად, რაღაცა რომ მომინდა, მე წესით უნდა დავიწყო ფიქრი, რაც მე მინდა, ეს კარგია, სარგებლის მომტანია თუ შეიძლება ისეთ რაღაცა მინდა, რაც პირიქით ცუდია ჩემთვის, მავნია, ხო? ამის უნარი მაქვს რომ ვიმსჯელო ამაზე და დასკვნა გავაკეთო და მინდა, მაგრამ თქვა რომ არა, აღარ. მინდა, მაგრამ უარს ვამბობ. ვიღაცას გაუბრაზდი პირობითად, ხო? ისე რაღაც არ მომეწონა, როგორ შემომხედა, საკმარისი პატივი არ მცა და რაღაც მრისხანებითი ნაწილი მოვიდა მოქმედებაში. ჩემ თავთან მე შემიძლია ვიმსჯელო, რომელი დიდი საპატივცემლო ადამიანი შენახარე, ხა დიდი ამბავი, ისე თუ რაღაც განსაკუთრებული პატივისცემ არ დაიმსახურე, ხო? მე რა წადი გაიარე, ჩვეულებრივი ამბავია, ხა. ამ ყველა შენი მადიდებელი და მაქებარი ხო არ იქნება, ანუ ჩემ თავში მსჯელობ და გულის წყრომას გასაქანს არ ვაძლევ და სხვათა შორის წმინდა წერილში ბოდისვერტი ცოტა ვრცლად გაუნდის, მაგრამ თემა იმდენად ბევრი საკითხის გაშლა შეიძლება. აი დავით მეფსალმონე, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, ხო? და ყველაზე ხშირად მის მიერ დაწერილი წიგნიდან იკითხება ღვთისმსახურებისას ლოცვები, ფსალმუნებს გულისხმობ. ასეთი პროფესიის კაცი იყო, მწყემსი იყო ეს ადამიანი.
აი, როდესაც სამუელ წინასწარმეტყველმა მისი მეფედ გამორჩევა მოინდომა და ცხება, ჯერ 7 ძმა ყავდა, თვითონ მერვეა ყველაზე პატარა და სახლში მივიდა, იესე ქვია მამას. და სამუელმა არ იცის რომელ შვილზეა ლაპარაკი, მეფედ ვინ უნდა იყოს ცხებული და უფროსიდან დაიწყო მოყვანა იესემ, დავითის მამა. შეხედა სამუელმა, იფიქრა ესა ახოვანი ესეთი ბრგე, კარგად შესახედავებაში კაცები არიან, ღმერთმა უთხრა არა, შენ პირს ხედავ, მე გულს. ეგრე არ არის, შენ როგორია გარეგნულად. მეორე მოუყვანა მამა. ისევ ის მეორე უკეთესია პირველზე, იფიქრა ეს უნდა იყოს ახალი მეფე ებრაელებს. ღმერთი ეუბნება არა, შენ პირს ხედავ, მე გულს. და ასე 7 შვილი ჩაამთავრეს, დავითი არც არის მოყვანილი. და ბოლოს სამუელი გაურკვევლობაშია, კიდე ხო არ ყავს შვილიო, კითხა შემთხვევით. კიო, სხვარში არის ასული. ის საერთოდ ზედ ყურადღებასაც არ აქცევს არავინ. ეგეც სახია სხვათა შორის, აი ადამიანისა, რომელიც აი როგორ გითხრათ, ჭეშმარიტების მომპოვებელია საკუთარ თავში. წუთი სოფელი როგორ ეტყობა? სათვალავში არ არის დანარჩენებთან. იქ სადღაც არის მიგდებულია ბოდიში ამ სიტყვაზე, ხო? ოჯახის წევრებიც კი ყურადღებას არ აქცევენ და 7 შვილი აგერ ბრგე ახოვანი და დავითი არც კი გამოუყვანა. სამუელი თქვის სანამ არ მომიყვანოს სკრიფშეწირვას არ დავიწყებ. და მოაყვანინებს დავითს და ტექსტში ასეთი რამაა ნათქვამი, რომ ლამაზი იყო, ესე იგი მშვენიერი პირის სახე ჰქონდა და ლამაზი თვალები. ეხლა ეს ფიზიკურადაც ასეა, მაგრამ ლამაზ თვალებში უფრო მეტად სულიერი შინაარსია ჩადებული. თვალი რა არის? ადამიანის გამსჯელობა, გონება, ლამაზია დავითში ეს. და პროფესია, შორს წავედი, უკან დავბრუნდები, წყემსია ეს კაცი. და საულთან გამოვტოვოთ რაღაცები, ასეთ ისტორიას იხსენებს. მე როდესაც მამის ცხვარსო მწყემსავდიო, ლომი და დათვიო თავს დაესხმოდაო ამ ცხვარსო, გაიტაცებდნენო, გავეკიდებოდი უკანო, ლომს და დათვს, დავიჭერდიო, ხახას გაუხევდიო კლავდიო და მამისეულ ცხვარსო ისევ საწვდოში ვაბრუნებდიო. მართლაც ასეთი მარდი კაცი იყო, ფიზიკურად ძლიერი და უშიშარი. მაგრამ მხოლოდ პირდაპირი გაგება არ არის ამ ისტორიისა. წმინდა მაქსიმე აფსარებელი ამ ეპიზოდს ასე განმარტავს, რა არის დათვი და ლომი. რითი დავიწყეთ ჩვენ საუბარი. ადამიანში არის ორი მშვენიერი მოქმედება, ცხოველებს რომ უტოლდებით, გულის თქმა და გულის სხრომა. დათვის სიმბოლო არის გულის თქმისა, ლომი გულის სიმბოლო არის გულის სხრომისა. რას აკეთებს დავითი? მამისეული ცხვარი ღვთის სიტყვა, როგორც განმარტავს წმინდა მაქსიმე. როგორც კი გასტაცებს ღვთის სიტყვას მსჯელობის პროცესში, ფიქრობს, ხო, მწყემსია, განმარტოებულია. მწყემსავს აი თავის შინაგან სამყაროს, სულიერად, სიმბოლურად ეს მოიაზრებ. როგორც კი გასტაცებს არასწორი გულის თქმა და არასწორი გულის სხრომა, აი რაც მე გითხარით, ვიღაცას გაუბრაზდები, უაზროდ, უშინაარსოდ, ხო? და იმხელა მრისხანება შეიძლება დაანთხიო ადამიანს, რომ საერთოდ არ დაუმსახურებია ასეთი მოქმედება შენგან. იმიტომ რომ განშის პრობლემა გვაქვს ხშირად ადამიანებს და აი ეს კაცი ეგ ადამიანი არ არის. როგორც კი ასეთი არასწორი გულის თქმა და გულის სხრომა გამოჩნდება, რას აკეთებს? კი არ უშვებს თავის გემოზე, ხახას უხევს, კლავს და მამისეულ ცხვარს ისე უკან აბრუნებს. ანუ ეს ბრძელობა წარხოცილი არ არის, დაკარგული არ არის. რატო გამახსენდა ეს ამბავი? აი ადამიანი, დავითი არის ნიმუში და მაგალითი, როგორი უნდა იყოს, დაცვს და ლომს არ უნდა ახარებდეს, არაჯეროვანს თორე სწორი ფორმით დათვი და ლომი საჭიროა, ღმერთმა ასე შექმნა ადამიანს. გულის თქმაც არის ჩვენში, ადამიანსა და ევაში იყო სანამ ცოდვი და ეცემოდნენ და გულის თქმაც იყო. ანუ ადამიანში უნდა იყოს, მივედით ახლა დასკვნის ნაწილამდე, გონიერი გულის თქმა და გონიერი გულის სხრომა. ცხოველში როგორი უნდა იყოს, იგივე მოქმედებები. გულის თქმა და გულის სხრომა. გონიერი ვერ იქნება. რა გონება არ აქვს და იმიტომ ჩვენ გვაქვს და ეს მოგვეთხოვება. ამიტომაც როგორი მოქმედებებია ცხოველში, გულის თქმა და გულის სხრომა რომ ამოქმედა, უგუნური გულის თქმა და პირუტყული მრისხანება. აი ხა ამ ლოგიკით ამის გარეშე არ გამოვიდოდა ძირითად ნაწილზე პასუხის გაცემა, უკან დავბრუნდეთ. რა აღასრულეს თურმე ანგელოზებმა? პირველ ორზე ვსაუბრობ. უგუნური გულის თქმა და პირუტყული მრისხანება. რაც ბუნებრივია ვისთვის, უგუნური გულის თქმა და პირუტყული მრისხანება ვისთვის არის ბუნებრივი? მოდი შეკითხვა ცხოველური სამყაროსთვის. იმიტომ რომ ცხოველი უგუნურად ნებელობს და ისე უგუნურად გულის თქმა აქვს და პირუტყული მრისხანება აქვს, ჩვენ რა ვამბობთ რომ ცოდვაა, მაშინ ცოდვას მოქმედებს, ბუნებრივი მდგომარეობაა მისი, მაგრამ როგორც კი ბუნებრივი მდგომარეობა ცხოველური სამყაროსი განიკუთვნა ვინც გონიერი ქმნილება, გონების მქონია. აი ეს მდგომარეობა, რაც ცალკე აღებული ბოროტება არ არის, განყენებულად თუ ვისაუბრებთ, ხო? ბოროტების წყარო გაუხდა. აი ამ შემთხვევაში ანგელოზს. და აი ასე განმარტავს დიონისე არიოპაგელი ბოროტების შემოსვლის რაობას, ანუ არ არსებობს ბოროტება, მაგრამ ისეთ რამეს თუ მოიმოქმედებს შენ, რაც შენთვის ბუნებრივი არ არის და ბუნებრივში იგულისხმება მდგომარეობა, რითაც ღმერთმა შექმნა, ხო? შექმნა მოაზროვნე, დაზროვნება უნდა გამოიყვანო. პირობითად ცხოველად შექმნა ღმერთმა რაღაც არსება, ის თავის მდგომარეობას იყენებს და უგუნურ გულის თქმას და პირუტყულ მრისხანებას ავლენს, ხო? აი იმ მდგომარეობის არაშენეულის განკუთვნა შენთვის
შენში უკვე ბოროტების მშობელი შეიქმნება. ასე რომ სულაც არ არის საჭირო სამყაროში ბოროტება არსებობდეს, რომ იმანი მოქმედოს შენზე, არაბუნებრივად მოქმედება უკვე ბოროტების მშობელი. და მესამეს ვთქვათ, რა ხანახა ბოლომდე მივიყვანოთ, უგუნური გულისწყობა, პირუტყული მრისხანება, კადნიერი ოცნება წარმოსახვა. მესამე ადგილზე ამას ასახელებს. რა არის კადნიერი ოცნება წარმოსახვა? ანუ რაღაცა განიზრახა, რაღაცა იოცნება დაცემულმა ანგელოზმა. ყველაზე კარგად არის ესაიას წიგნში პასუხი გაცემული. მე-14 თავია, ღმერთობა მოინდომა. ცის საყდარზეო, ცის ცაზეო საყდერს დაუდგამო, დაუბრძანდებიო იქ. ანუ უზენაეს უნდა მიწვდეს და უნდა გახდეს ღმერთი. ანუ სურვილი იყო რომ ბუნებითი ღმერთი გამხდარიყო. ზოგადად ღმერთობისკენ ყველა ჩვენგანი მოწოდებულია, ოღონდ ეს მადლისმიერი ღმერთობაა, ხო? ადამიანი უნდა განიღმრთოს. გამხდობა ნიშნავს ღმერთად გახდომას, ოღონდ მადლისმიერად. მან მოინდომა ბუნებითი ღმერთობა და ბუნებითი ღმერთობის სურვილი ქმნილებისგან ეს არის კადნიერი ოცნება წარმოსახვა, რომელიც არასოდეს არ მიიღწევა შეუძლებელი მოცემულობა. როგორ გითხრათ ახლა მე შეიძლება მოინდომა ამერიკის პრეზიდენტობა, კიდევ შეიძლება მოხდეს, რა ვიცი, გამორიცხული არ მოხდება, მაგრამ პირობითად უშვება ამჟელობას და ბუნებითი ღმერთი გახდეს ქმნილება, ეგ არის აბსოლუტურად შეუძლებელი რამ და აი ეს არის კადნიერი ოცნება წარმოსახვა. ანუ სამი მოქმედება გაერთიანდა, თუმცა ჩვენ ორად ყოფთ, პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი და არარსებული ბოროტების ფარგლებში ყოვლადი სიკეთით რომ არის წარმოჩენილი მთელი სამყარო, აი ეს სიბნელე შემოვიდა კონკრეტული უსხეულო ძალების გონებაში. და ერთსაც ვიტყვი და ამით დავასრულებ. ჩვენ ხშირად ასე გონია, რაღაცას მივახციეთ და შედეგი მივიღეთ და თუ ადამიანი წინ ნაბიჯებს არ დგამს, ანუ საკუთარ თავზე ძალისხმევას არ ახდენს, იმას შევინარჩუნებთ. აი მოვიპოვე და რაც მოვიპოვე, იმას ვიკმარებ. სინამდვილეში ასე არ ყოფილა. საეკლესიო სწავლება სხვა რამეს გვეუბნება. შენ თუ გზაზეთ გახარ პირობითად და აქამდე მოხვედი და მეზარება იქამდე არ წავალ და მოდი აქ გავჩერდები, ეს ხო გავლილი მაქვს მაინც და ეგეც საქმე. თურმე აქ კი არ ჩერდები. წესი ყოფილა ასეთი. და სხვადასხვა ვაკვირდები და არა მარტო საეკლესიო წიაღში, ყოფით ცხოვრებაშიც ეს წესი იყო, უკან მიდიხარ. შეიძლება ამას ვერ ხვდები, ვერ აფასებ, უკან მიდიხარ. და ყოფით რატომ გეუბნებით, იცით? რაღაცა დრომიდის ადამიანთან კავშირი გაქვს, ვიღაცების თავისას გიზიარებენ, შენსაც ეუბნები. შემხედრიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე წარმატებულები იყვნენ, კარგად სწავლობდნენ, წითელ დიპლომზე აქვთ უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული, მე იმ კუთხით პროფესიაში მუშაობა დაუწყიათ, პირველი საფეხურები, ნაბიჯები მათი, აი უწყინვალესი, წარმატებული იყო, მაგრამ რაღაცა მოხდა ამ ხალხის ცხოვრებაში. და უკუსლესი პროცესი დაიწყო და სულ მაინტერესებდა რა მოხდა. აი თვითკმაყოფილება, მიღებულით, რაც მიიღო, იმის იქით რომ განვითარება არ უნდა ადამიანს და თვითონ კი გონია რომ შეინარჩუნა, მაგრამ თვითონ ვერ აფასებს თავის. მე ხო ხედავ, ახლა მე ვისაც გულისხმობს სახელს და გვარს ნიშნულობა არა, მე ხო ხედავ რომ ეს ადამიანი რაც უფრო დრო მიდის, კი არ ემატება, წესით სიბრძნე რა შვება, უნდა მატულობდეს და მატულობდეს, გამოცდილება უფრო მეტი შემძლეს უნდა გხდიდეს ადამიანს და კი არ ემატება და უფრო მეტი კი არ შეუძლია. რაც შეეძლო ის აღარ 5 წლის უკან რაც შეეძლო 10 ის აღარ შეუძლია უკვე დღეს, ის აღარ იცის უკვე დღეს და აი სულიერი ცხოვრებაც მათ შორის ამ კანონს ექვემდებარება, თუ არ განვითარდა, უკან მიდის. და ეს მოხდა ანგელოზების შემთხვევაში, ეს მოხდა ადამიანის შემთხვევაში. ისევე როგორც ერთ ნიმუშსაც ვიტყვი და ამით დავასრულებ, ღმერთმა შექმნა დღე. ანუ ნათელი შექმნა, მაგრამ ღამე არ შეუქმნია. და რომ არსებობს ღამე? ანუ არსი აქვს ნათელს და არა სიბნელეს. რაც შექმნა ღმერთმა არსი იმას აქვს, ხო? რაც არ შეუქმნა იმას არსი არ აქვს. და რადგან ღმერთმა ნათელი შექმნა და ნათელს არსი აქვს, სიბნელი არ არსებობს, როგორ არ არსებობს? ახლა აქ ვერ ხედავთ რა ხდება, ცოტა ხანში დაღამდება, მე მგონი ჯერ არ არის დაღამებული დროის მიხედვით. და რომ არსებობს, არ არსებული განმარტება ასეთია, სადაც ნათლის მოკლება მოხდება, ანუ ღვთისაგან შექმნილის არსის მქონეს, იქ მისი საპირისპირო მდგომარეობა იკავებს ადგილს. შეუქმნელი. და ნახეთ ადამიანზე და ანგელოზზე როცა ვსაუბრობ, ჩვენ მაინც ანგელოზზე ხონდა ბოლო შეკითხვაში ხაზგასმა, როგორც კი საღვთო სიკეთე მოიკლო, იმიტომ პიროვნულად ასე ინება, ასე გადადგა მან ნაბიჯი, ხო? ასე იზრახა, ასე იაზროვნა. რა დაიკავა ის სივრცე რამ შეავსო? მაშინვე სიბნელემ შეავსო. აი სადაც კი საღვთო ნათელმა მოიკლო, არარსებულმა სიბნელემ დაიკავა ეს სივრცე და აი ეგ არის ბუნებრივი მოცემულობა, ბუნებრივი კანონი, რომელიც ყველა ეპოქაში, ყველა დროს ზეცაშიც და დედამიწაზეც თავის მოქმედებას არწყვეტს. ასე რომ რაღაცას რომ მიაღწევს ადამიანი, არ უნდა იფიქროს რომ ეს საკმარისია. და პავლე მოციქული და ამით დავასრულოთ, მან შემოგთავაზა მოძღვრება ეპექტაზისის შესახებ. ეს ბერძნული სიტყვა ნიშნავს უკანასამას დავიწყებ და წინასამას გავწვდები. ანუ მოიპოვა, მიიღო, დავიწყება არ ნიშნავს უხეშად ვიტყვი, სადღაც გადააგდო. მისია უკვე ეს. ამას არ კარგავს, მაგრამ ის წინ მიდის. კიდე ახალი მოიპოვა, მისია, ხო? კიდევ წინ მიდის. და ეს არის მარადიული მუდმივი ცხოვრება. ამ სამყაროში
ამ სამყაროში ხა მუდმივები არა ვართ, რაღაცა დროს სიკვდილი მოვა ჩვენთან, ხო? კი არ მოვა ჩვენშია და ამოქმედება. უფრო სწორი განსაზღვრება ასეთი იქნება, მაგრამ მიღმიერ სამყაროშიც. ადამიანი აქ არ წყვეტს განვითარებას და პირიქით, მიღმიერ სამყაროში კიდევ უფრო აღმატებული შესაძლებლობები ეძლევა და ასე რომ განვითარების საშუალება ადამიანს და მათ შორის ანგელოზს ისინიც განიხტობიან, ისინი წარემატებიან ცოდნაში, მაგრამ ვინც გაჩერდა, უკან წავიდა და სადაც სინათლე არ არის, სიბნელი იკავებს ადგილს და აი დიონისესეული განმარტება, უგუნური გულის თქმა, პერუტყული მრისხანება და კადნიერი ოცნება წარმოსახვა ასე შეიძლება გესმოთ. ბოროტი ძალა რომელიც დაეცა თავშეფარებიდან გამომდინარე, თუ არის შესაძლებელი იმის რომ დავუშვათ მოვიდეს სინანულში, ან დავუშვათ ზეციური ანგელოზები, რომლებიც ღვთისმშობლობაში იმყოფებიან, მათაც თავშეფარება გააჩნიათ და შეიძლება თუ არა რომ კვლავ დაეცეს ისინი. ეს პირველი შეკითხვა, მეორე შეკითხვა არის ესეთი, ესე იგი დავუშვათ როგორია სწავლება იმასთან დაკავშირებთან წმინდა მამათა გადმოცემა, რომ არ დაცემულიყოს უფრო ცნებები რომ დაეცოთ ადამს და ევას, უშუალოდ რა ფორმი გაგრძელდებოდა მათი ცხოვრება, და სად მდებარეობს, სად მდებარეობდა ედენის ბაღი, სამოთხე დაახლოებით რომელიც დაცემული ანგელოზების სინანულის შესაძლებლობა. არის ეგრეთ წოდებული აპოკატასტაზის შესახებ თეორია თუ სწავლება თუ მოძღვრება, რაც ჯერ კიდევ ორიგენეს პერიოდიდან იღებს დასაბამს, რაც ეკლესიამ არ გაიზიარა, არ მიიღო. აპოკატასტასი რას ნიშნავს? ორიგენი ასეთ რამეს ამბობდა, რომ დადგება შესაბამისი ჟამი, როდესაც ღვთისაგან შექმნილი, კეთილად შექმნილი სამყარო ამ სიკეთეს ისევ დაუბრუნდება. ანუ ნახეთ, მას რაღაც ადამიანური ლოგიკა ჰქონდა მსჯელობაში ჩართული, ღმერთმა როგორ შექმნა ეს სამყარო, როგორი შექმნა, უფრო სწორი იქნება ასე დავსვათ შეგიძლია. რა გაუკეთურებული ცოდვა ბოროტება რომ არსებობს ისეთი არა. ყოვლადი სიკეთით, ხო, ყველაზე კარგი გამოთქმა ალბათ ეს არის. ამიტომაც შეიძლება რომ ბოროტება მათ შორის შეუნანებლობა, მუდმივი მდგომარეობა იყოს? არა, გამორიცხული ამბავია. ამიტომაც სამყარო პირვანდელ წესს უნდა დაუბრუნდეს. აი როგორც ჩვენ ადამიანები მოკვდავებად ხარ შევიქმნით წესით. ჩვენი ორი ბუნება მუდმივად თანამყოფობაში უნდა ყოფილიყო პიროვნებაში. მაგრამ რომ გვეუფლება სიკვდილი, ეს არის დროებითი მოცემულობა. ყველამ კარგად ვიცით, საყოველთაო აღდგომის ჟამს კაცობრიობა პირვანდელ წესს უბრუნდება. ეს არის სრულყოფილი ადამიანი, სულის და სხეულის ერთობით და აი ერთ პატარა ნიმუშს თუ ავიღებთ, აი ამ ნიმუშს, ორიგენი ამბობდა რომ კაცობრიობა და ზოგადად ეს სამყარო იმ პირველად სიკეთეს უნდა დაუბრუნდეს და პირველად სიკეთეში არც ანგელოზია გაუკეთურებული და არც შეუნანებელ მდგომარეობაში ყოფი ადამიანები არიან. მაგრამ ნახეთ ახლა საქმე რაში. ამ თავისი ეგრეთ წოდებული აპოკატასტაზის გამო ეკლესიის მამებმა იმდენგზის შეაჩვენეს და იმდენგზის დაგმეს ეს ადამიანი და მას მიმდევრები წყავდა და ყველა ეპოქაში და ყველა საუკუნეში პასუხი ცალსახად გაცემულია. აპოკატასტაზის თეორია არასწორი და რატომ არის არასწორი? ნახეთ, უკვე ჩვენ ვილაპარაკეთ ამის შესახებ. მაშინ ღმერთს მოუწევს იძულების წესით მოქმედება. ანუ ნება არ არის, მაგრამ უნდა იმძლავროს მას და თუ მძლავრებითად აღადგენს, ანუ მოხდება აპოკატასტაზი. მოდით ასეთ შეკითხვა დავსვათ. საჯობდა მძლავრების გამოყენება, როცა დაიქცა და მიწასთან გასწორდა სამყარო, კაცობრიობა, ქვეყნიერება თუ თავშივე იქვე, როცა პირველი შეწოდება აღსრულდა ზეცაში თუ დედამიწაზე. აი საჯობდა მძლავრების და იძულების გამოყენება. ლოგიკური პასუხი უნდა გავცეთ. იქ სათავეში და არა მერე ოდესღაც, როცა ყველა და ყველაფერი გაუბედურდა და რადგან სათავეში მძლავრება არ მომხდარა, მძლავრებითი მოქმედება უზენაესისა და მას არ შეუჩერებია, თუნდაც ზეცაში ამბოხი და თუნდაც სამოთხეში აღსრულებული შეწოდება, აი ეს გვიჩვენებს იმას, რომ თავისუფალ ნებაზე არც სამყაროს აღსასრულს არ იმძლავრებს უზენაესი და თავისუფალი ნება, თავისუფალ ნება ჩვენ არ ჩუნდება. აქედან გამომდინარე, მე საეკლესიო პასუხს გეუბნებით, ხო, რაღაცა 1000 რაღაცას ამბობს ადამიანი ზოგიერთ ზოგი მეორეს, საეკლესიო წყაროების მიხედვით მეორედ მოსვლის შემდგომი პერიოდი, ეს არის უკვე მარადიული მოცემულობა, როდესაც სინანულის მქონენი, ანუ მონანული ცოდვილები მოიპოვებენ ცხოვრებას საუკუნოს, ხოლო სინანულის მიღმა მყოფნი, ანუ შეუნანებელ მდგომარეობაში მყოფნი, შეუნანებელი არჩევანი რომ ახსენეთ, წეგან საკუთარ თავში მატარებლები, მარადილ წარწმუნდას დაექვემდებარებიან, არა იმიტომ რომ ღმერთს ასე ნებავს, ხო? არამედ ეს არის მათი შეგნებული არჩევანი და შეგნებულ არჩევანზე მძლავრებითი ზემოქმედება უზენაესისა არ ხდება. აი ეკლესია ასეთ პასუხს გვაძლევს. რაც შეეხება ზეცაში მყოფ დაუცემელ ანგელოზებს, მეორე ნაწილი შეკითხვის ასეთი იყო, ასე გრძელდებოდა. სწორია. მე ერთ რაღაცას დავამატებ, ვეღარ გამომრჩა, ღვთის ხატისებრიობა მარტო ადამიანს არ აქვს, ანგელოზებიც ღვთის ხატად შეიქმნენ. ანუ ანგელოზიც აზროვნებს და თავისუფალი ნების მქონეა.
ყველაზე მარტივი დასტური რა არის, რომ ანგელოზი მოაზროვნე და თვითუფლებრივია. აბა შეცოდება როგორ მოხდება და თუ აზროვნების და თავისუფალი ნების უნარი არ აქვს, ხო? რახან შესწოდა და გაუკეთურდა და ვიღაცებმა არ შესწოდეს და სიკეთე შეინარჩუნეს. ეს გვიჩვენებს, რომ აზროვნებაც აქვს და ნებაც აქვს. ანუ ისინი ღვთის ხატები არის, ხატისებრნი არიან, როგორც ამას ეკლესია გვასწავლის, ხო? წმინდა წერილი და საეკლესიო ეგზეგეტიკა. დაეცემიან თუ არა? ანუ აზროვნებაცაა, ნებელობაცაა. შეინარჩუნეს კეთილი აზროვნება და კეთილი ნებელობა. მოხდება თუ არა შეცოდება? პიროვნებები ხომ არ წარხოცილა? კვლავ ისინი აზროვნებენ, ნებელობენ და თუ ერთხელ მოხდა, მეორე ტროტუარ შეიძლება მოხდეს. ან მესამედ, ან მეხუთედ. საეკლესიო განმარტება ასეთი გახდა, არ მოხდება არასოდეს დაცემა. და რატომ არ მოხდება? აი უკვე პატარა განმარტება დაგჭირდება. გამოცდილება შეიძინეს. გამოცდილება შეიძინეს არა პირადი, სხვების მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს გამოცდილება რას ნიშნავს? აი ისევ ყოფითი მაგალითი უნდა მოვიტანო, მაგალითად თქვენ და მე მივდივართ, ხო? და მე თქვენ წინ მივდივარ, თქვენ უკან მომყვებით. და უცებ ჩავარდი სადღაცას დიდ ორმოში. თქვენ რას გააკეთებთ? ისევ გადადგამთ ნაბიჯს, რაც აღარ გადადგამთ. აუვლით გვერდს და სხვა გზას მოძებნით და ჩვეულებრივად მარტივად გააგრძელებთ ცვლილობას, არ დაიზიანებთ საკუთარ თავს. ერთი გამოცდილება შეიძინეს, ნახეს ღმერთთან დაპირისპირების შედეგი როგორია? იმიტომ რომ ანგელოზები იყვნენ ისინიც, ხო, ერთი ბუნების მქონენი, ბუნება ერთი ანგელოზური, ისე როგორც კაცობრივი და აი მათი თანამებუნებე, ცალკე აღებული ჰიპოსტაზები რამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, არასწორი არჩევანის შედეგად, აი ეს გამოცდილება აქვს, ეს ერთი მხარე. და ნახეთ, კიდევ ერთი ნიმუში უნდა ვთქვა. ადამიანი როცა გარდაიცვლება, თურმე პირველი პერიოდი, რასაც ის მოიხილავს, ერთ-ერთი სივრცე უпростоრად ჯოჯოხეთია. ჯოჯოხეთის მხილველის გახდება. და ეს როცა წავიკითხე წყაროებში თავის დროზე კითხავ რა შეჭirdება. ანუ წმინდანი გარდაიცვლება და სასუფეველში უნდა მოხდეს და ჯოჯოხეთში ღვთის განგებულები და რა შეჭirdება ჯოჯოხეთი. კაც წმინდანია, მარადიული ცხოვრებისთვის წარდგა მიღმიერ სამყაროში გამოცდილებისთვის. ანუ მისი ნება და მისი თავისუფალი აზროვნება უნდა იყოს აღჭურვილი გამოცდილებით, რომ მუდმივად მარადიულად თან გაყვეს, აი რაღაცა აი ცეცხლს რო შეეხები, მეორედ აღარ შეეხები, ხო? იმიტომ რომ დაგწვა და იცი რომ დამწველია და მეორედაც იმავე მოქმედებას აღასრულებს და აი ეს გამოცდილება სხვების მდგომარეობის დანახვით ერთი მხრივ მათგან შეძენილია და მეორე მხრივ, რადგან მათი ნება სიკეთისკენ არის მიდრეკილი პიროვნულად თავიანთი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, მამათა ნაწილი ასეთ რამეს გვეუბნება, ღმერთმა თავისი მადლმოსილებით განამტკიცა ისინი ამ კეთილ ნებაში. ანუ იცის რომ არ შესწოდავენ და მათი ნება განამტკიცა და სადაც ღვთის მადლი მოქმედებს, სადაც განხტობის პროცესი მიდის, იქ დაცემულობა უკვე აი აქედან გამომდინარე შეუძლებელი მოცემულობა. ისევე როგორც გარდაცვლილი წმინდანი. ხო? მაგალითად რა პიროვნება წარიხოცა, არაზროვნებს და არ ნებელობს, მაგრამ დაცემა მოხდება, აღარ მოხდება. ხორცში ყოფნის შედეგად მიღებული გამოცდილების შედეგად ის არასოდეს უკეთურებისკენ ნაბიჯს არ გადადგამს და აი გარდაცვლილი წმინდანის და დაუცემელი ანგელოზების მდგომარეობა რაღაცა გაგებით შეიძლება გავატოლოთ. არ მოხდება შეცოდება არასოდეს, გამოცდილება აძლევს საშუალებას, რომ არჩევანი სიკეთისკენ იყოს გონიერი გამოცდილება მიმართული და ამიტომაც ზეცაში დაცემა მეორეჯერ ერთჯერადი მოცემულობა აღარასოდეს აღარ აღსრულდება. ისე როგორც გაბწყინებულების ადამიანების გულისხმობ ისინი მათი დაცემაც არ მოხდება. რაც შეეხება ადამიანსა და ევას, ესე იგი თქვენი კითხეთ სამყოფელი ადგილი თუ სწორად მახსოვს, ხო? ედემის ბაღი. ერთადერთი განსაზღვრება რაც ჩვენ ბიბლიაში გვაქვს, იქ გახსოვთ ალბათ ვისაც შეხება ქონიათ დინარების სახელებია მითითებული, თუმცა იმ 4 მდინარიდან 2 საერთოდ კაცმა არ იცის სად არის, ხო? 2 კი ვიცით შუა მდინარეთის ტერიტორია, ევფრატი და ტიგროსი, მაგრამ დანარჩენი 2 იდუმალებით მოცულია და კიდე ზოგადი მითითება აღმოსავლეთით. ანუ 4 მხარიდან აღმოსავლეთ ახლა ისეთი რაღაცა კაც ვერ გაიგებს რას გულისხმობს. სავარაუდოდ, ვარაუდის სახით. სადღაცას ეს უნდა ყოფილიყო, როგორც კიდევ ერთხელ ვარაუდი ხაზი გაუსვათ ამას, ეს უნდა ყოფილიყო რაღაც თანამედროვე ერაყის ტერიტორია. აი ესეთი მოსაზრება არის გამოთქმული, მაგრამ ეს ისეთი თემაა, რაც ესე იგი შეცოდების შედეგად თვალისთვის დაფარული გახდა 64, ხო? აი ზოგჯერ ასეთ შეკითხვას დასვამენ ხოლმე და გავაგრძელებ ამ მიმართულებით, აღარ არსებობს და ასეთი პასუხი მსმენია და კარგი პასუხია და გამოვიყენებ თქვენთან. არსებობს, ოღონდ უხილავია. როგორ თუ არსებობს უხილავი როგორ არის? ერთ ნიმუშს გეტყვით. ადამიანი რამდენ ბუნებოვანია? 2 ბუნება აქვს, სული და სხეული. აი ჩვენ ვინც აქ ვართ, ამით შემოვიფაროთ, ყველას გვაქვს 2 ბუნება, სული და სხეული. თქვენ პიროვნებაში, მე თქვენ ხორციელ ბუნებას ვხედავ, მაგრამ სულს ვერ ვხედავ. თუმცა რომ ვერ ხედავ არ ნიშნავს იმას, რომ არ არის. და აი ამ გაგებით 64 დედამიწაზე იყო, თუმცა შეცოდების შედეგად ადამიანმა 64 დაკარგა. და თვალით უხილავია
მაგრამ იქ როგორ გითხრათ, რაღაცა კონკრეტულ გეოგრაფიულ მარშრუტს ისეც ვერ განახორციელებ, რომ იქ აღმოჩნდა დაფარულობაშია და ეს დაფარულობა განცხადება შესაბამის ჟამს, მეორედ მოსვლის პერიოდს გულისხმობს. რაც შეეხება მდგომარეობას, თუ არ შეცოდავდნენ, თქვენ ასეთ შეკითხვა დასვით, ნახეთ, წმინდა მაქსიმე აღსარებლის განმარტება მინდა შემოგთავაზოთ. ღმერთმა ადამიანის შექმნა სრულყოფილი, მაგრამ არა განხრთობილი. სრულყოფილი ორ ტერმინს ვახსენებ, მაგრამ არა განხრთობილი. თუმცა ამას დაკონკრეტება სჭირდება. რას ნიშნავს სრულყოფილი და არა განხრთობილი? სრულყოფილი ნიშნავს იმას, რომ ადამიანში უკეთურების ნასახი არ არსებობდა. ყველაფერი, რაც ადამიანში შემოკრებილი იყო მხოლოდ და მხოლოდ კარგი და კეთილი. თუ კარგი და კეთილი იყო, განხრთობილი რატომ არ ქვია, ხო? ისევ ავტორს ვასახელებ წმინდა მაქსიმე აღსარებელი. განხრთობილი იმიტომ არ ქვია, რომ განხრთობილობა გულისხმობს დაუცემელ მდგომარეობას. და იყვნენ თუ არა დაუცემელები ჩვენი პიროვნშობლები? ისეთ შეკითხვა დავსვი აბსურდია. როგორ იყვნენ დაუცემელები, დაუცემელები რომ ყოფილიყვნენ, არ დაეცემოდნენ, არ შეცოდავდნენ, ხო? აი, განხრთობა გულისხმობდა იმას, რომ ღვთისაგან სრულყოფილად არსებობაში შემოყვანილი ჩვენი პიროვნშობლები საღვთომცნებას დაიცავდნენ. ამ საღვთომცნების დაცვის შედეგად განხრთობის საიდუმლოს დაექვემდებარებოდნენ და დადგებოდა შესაბამისი ჟამი, როდესაც აი რაც ანგელოზებშია, დაუცემელებში დღეს და წმინდანებში ამ მდგომარეობას მოიპოვებდნენ, ანუ დავარქვათ ასე სრულყოფილი განხრთობა, რომელიც დაუსრულებელია იმავდროულად. სრულყოფილი არ ნიშნავს მიხვედით და წერტილი დასვა, ამაზე ვილაპარაკეთ ჩვენ უკვე, ეს შეუჩერებელი მოცემა. აი ამ განხრთობას განეკუთვნებდნენ და იქიდან მოყოლებული მათი დაცემა აღარ მოხდებოდა არასოდეს, მაგრამ ვიდრე განხრთობამდე შესწოდეს და რადგან განუღმრთობელებმა შესწოდეს, შედეგი მივიღეთ ისეთი რაც ვიცით, რაც აი ჩვენ თავშიც მარტივად და ადვილად განიჭვრიდებ. ასე რომ თუ დაექვემდებარებოდნენ საღვთომცნებას, მიაღწევდნენ ამ მდგომარეობას, დაუცემელობას, მაგრამ იქამდე მოხდა ის, რასაც წმინდა წერილი მოგვითხობს, სრულყოფილებმა შესწოდეს, ვიდრე განხრთობამდე. სხვათა შორის ძალიან საინტერესო შეკითხვა დამისვით ჩემი პიროვნული მდგომარეობიდან გამომდინარე და რატომ აქვე გეტყვით ბარემ გულწრფელად რაღაც სიტუაცია იყო, სტატია უნდა მომემზადებინა და ერთ წყაროში, მეორეში, მესამეში, მეოთხეში რაღაცებს რო ვკითხულობდი, რაღაც გონებამ დაიჭირა რაღაც გარკვეული ეპიზოდები და სტატიას დავარქვი სათაური ასეთი. ჯერ არ გამომიქვეყნებია, მაგრამ მუშაობის პროცესში ვარ და 95% დასრულებულია, 5%-ია მისამადებელი. ესე იგი, წმინდა წერილსა და ეკლესიის მამათა შრომებში დაცული სწავლება ჯოჯოხეთის ადგილსამყოფელის შესახებ. ზუსტად აი რა შეკითხვას თქვენ დასვით, ამას პასუხობს. ახლა იქ ძალიან ვრცელი განხილვა, კონკრეტული წყაროებია მითითებული ბიბლიური ეკლესიის მამების კომენტარები. მე შემიძლია მოკლედ გითხრათ. აი დასკვნის სახით რას გვთავაზობს საეკლესიო ეგზეგეტიკა, გულისხმობს წმინდა წერილს და პატრისტიკულ ლიტერატურას. პატრისტიკულ ლიტერატურაში პატირ მამას ნიშნავს და მამათა შემოქმედება, ქართულად შიგადაშიგ ტერმინების განმარტებას გვჭირდება. ცალსახად, აი ერთხმად, ერთმნიშვნელოვნად ასეთ პასუხს გვეუბნება საეკლესიო ლიტერატურა. ჯოჯოხეთის ადგილი არის ქვესკნელი, ანუ მიწისქვეშეთი. მაგრამ ჩვენ ახლა კონკრეტულად ადგილი შემოვსაზღვროთ, აი რაღაცა გეოგრაფიულად, ეგ შეუძლებელი ამბავია, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი განმარტება არის აი ქვესკნელი, რაც აგვაქვს და ხშირად გვსმენია ეს ტერმინი. ეს არის დედამიწის სიღრმე, დედამიწის სადღაცას აი შიდა სივრცეები, რომლის კვლავ გავიმეორებ, შემოსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ ზოგადი განსაზღვრება საეკლესიო ლიტერატურაში ასეთია, წმინდანები ზეცაში იმყოფებიან გაბწყინებულები, ხო? აი ესე ცალკე თემა სამიცა არსებობს და ანგელოზთა სამყოფელი სად არის და წმინდანი. კი, და აი რაც შეეხება მაგ მდგომარეობას, ჯოჯოხეთის მდგომარეობას ფიზიკურადაც განსხვავდება. ერთი ზეცაა, მეორე ქვესკნელია, მეორე დედამიწის გულია და აი საეკლესიო ლიტერატურაში ამ განმარტებას ხვდებით. მოკლე პასუხი ასეთი გახლავთ და მე უფრო ცლად და წყაროწოდნებითაც შეიძლება როცა დასრულდება ეგ ამბავი, გულისხმობ იმ სტატიას, იქაც ნახოთ ეგ კონკრეტული წყაროები და განმარტებები. რაც შეეხება ქალბატონო თქვენ შეკითხვას, ალბათ ბევრნაირად შეიძლება პასუხი გაეცეს ამ საკითხს და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რთული და პრობლემური თემაა, მაგრამ მოდით მე რაც მომივიდა გონებაში პირველი მაგას გეტყვით, იცით რატომ ტირის და გლოვობს ადამიანი ამას? აი ძალიან ზოგადს ვიტყვი, არაბუნებრივი მდგომარეობაა ჩვენთვის და იმიტომ. ანუ სიკვდილი თუ გარდაცვალება, ორივე ტერმინის გამოყენება შეგვიძლია, ხო? მაგრამ უფრო სწორად მაინც გარდაცვალება ასახავს მდგომარეობას. ანუ გარდაცვალება რას ნიშნავს? მდგომარეობის ცვალებადობა, ხო? დღეს პირობითად ამ მდგომარეობაში ვარ და ხვალ სხვა მდგომარეობაში ვარ და აი ზუსტად ერთი გარდაცვალება კარგად გვიჩვენებს შედეგს ადამიანის აი ამ კონკრეტული ეპიზოდისა ცხოვრების. არაბუნებრივი მდგომარეობა
და რატომ არის იცით არაბუნებრივი მდგომარეობა? ღმერთს სიკვდილით და სიკვდილისთვის არ შეუქმნია ადამიანი. ანუ ჩვენს ბუნებაში გარედან შემოჭრილი უცხო მოცემულობა, უცხო თვისება, რომლითაც ვარ ჩვენ შეპყრობილები, ახლა ამას ხელი კარი და ეგრე არ არის, მოქმედებს ჩვენში, ხო, მაგრამ მოქაი როგორც ეკალი შეესობა ადამიანს და უცხო სხეულია, ეს უცხო სხეული თავის აშვება, ხო, გაწუხებს, რაღაც პროცესები იწყება. არ არის ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობა და აი ამ არაბუნებრივ მდგომარეობას ადამიანი ასე მარტივად და ადვილად ვერ ეგუება, არ ეგუება. და მეორე მხარეც არის, ახლა ნახეთ, არაბუნებრივის მეტი რა გვაქვს? უყვედრელი ვნებებით ავარ სავსე, უყვედრელი ვნებები არის შიმშილი, წყურვილი, დაღლა, ასე შემდეგ, მაგრამ ერთადერთი რაში ჩვენ გამოცდილება არ გვაქვს, სხვა ყველაფერში გამოცდილება გვაქვს და გამოცდილება თავის აშვება. ეს არის სიკვდილი. რა, ბევრჯერ მოვკვდით და გავცოცხლით, რაღაცა დროს ერთხელ გველოდება და სადღაცასთან ადამიანი მიღმიერ სამყაროში უნდა გარდავიდეს. ისეთი რაღაცები გაიგო შეიმეცნოს, რა ვიცი, აი რა, იდუმალებით ახსავსე ქვეყნიერება, ხო? მარადისობა იხსნება და მარადისობა და რა გითხრათ, რაღაც შეუცნობელი მოვლენები კი არა. აი სხვა ნიმუშს მოგიტან. ვიღაცა დიდი თანამდებობის პირთან რო გითხრან, რა ეხლა შენთან შეხვედრა უნდა, ხვალ და იქ რა შინაგანად ის გემართება, ხო? რაღაცა მაინც მისი მდგომარეობა თავის აშვება, ეხლა დიდი პიროვნება, დიდი თანამდებობის კაცია და გინდა არ გინდა მოქმედებს შენზე და ჩემნაირი მოკვდავია. რამეთ კი არ განსხვავდება. აი როგორი სიკვდილის მატარებელი ვარ მეც და როგორი ერთი პატარა გარეშე მოწერილი კაცი ვარ, ისეთივე ეს დღეს მე ვარ მოვკვდები ხვალ ის ამპირეკით ის გამისწრებს მეც და არაფერი ჩემგან არ განსხვავდება, მაგრამ მისი მდგომარეობა ჩემზე მოქმედებს, ხო, რაღაცა სტატუსი აქვს და ასე შემდეგ და ჩვენ ვარ დიდი საიდუმლოს წინაშე წარმდგარები. ან ვიღაცები წარდგნენ უკვე და თან მეორე მხარეც არის პრაქტიკული მხარე, კარგი გაგებით პრაქტიკული. ნახეთ ახლა ეს ჩემი ახლობელი ჩემ გვერდზე იყო, თვალებში უყურებდი, ერთად კურსს ვტეხავდით, ერთ მაგიდასთან ვისხედით, რაღაცას უზიარებდით ერთმანეთს და აღარა დაუკარგე, ფიზიკურად ვერ ხედავ მას, ხო? მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა კი ბატონო, საეკლესიო ცხოვრების წესით კი მაქვს, მაგრამ ჩვენ მარტო, როგორ გითხრათ, მარტო სულიერი არსებები არ ვართ, მშვენიერებიცა ვართ იმ დროს და თანაზიარება ადამიანთან სულიერადაც ხდება და მშვენიერადაც და აი მშვენიერი თანაზიარების საშუალება აღარ გვეძლევა უკვე, როცა გარდაიცვალა და სულიერად შეიძლება, სულიერად კავშირს, მაგალითად, ვისაც ცოცხალი სარწმუნება, ის არ კარგავს ზეცასთან, გარდაცვლილებთან, ხო? ეს კავშირი არსებობს, მშვენიერი აღარაა და რომ არ არის უკვე ჩემთვის დანაკლისი და ამ დანაკლის განვიცდი. არ არის ადამიანი ჩემ გვერდით, ხო? ან მე აღარ ვიქნები ვიღაცის გვერდით და ბუნებრივი მოცემულობა ძალიან ადვილად მარტივად ადამიანში რაღაც ამას ბევრი ფილოსოფიაც არ სჭირდება, ხო? ოჯახის წევრი, ახლობელი ადამიანი გარდაგეცვალა, გულღვიძლი გეწვება ადამიანს. რადგან შენიანია, შენთან იყო, შენი სისხლი და ხორცია, ხო? და აღარაა უკვე. ხვალ, ზეგ, მაზეგ ვეღარ ნახავ. იმედი კია, რაზე ჩვენ საუბრობთ, რომ სული უკვდავია და მაგრამ ეგ სამერმისოდ უნდა დადგეს და ჩვენც ახლა ისეთები არა ვართ რაღაცა დიდი სარწმუნოების მქონენი, რომ როგორ გითხრათ, ყველა ეს მდგომარეობაზე მარტივად და ადვილად გადავლახოთ. თუმცა ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. ადამიანი სიკვდილის გამო, თუნდაც ჯვარისწერია ყოლას, ყველაზე ახლობელი ადამიანის სიკვდილის გამო, სასოწარკვეთილებას არ უნდა მიეცეს. ეგ ცოდვა სასოწარკვეთილება, რომ გლოვა და ტირილი, ეგ ბუნებრივია და ამას ვერ გაიქცევი. როცა გტკივა რაღაცა ვიღაცამ გითხრას რატო გტკივა, როგორ რატომ გტკივა, მტკივა და მაგას რატომ და შეკითხვა ან საყვედურის თქმა, ხო? ერთ მაგალითს გეტყვით და აი ამ თუ რაღაცა მე კიდე განვავრცოთ. დავითს მე ფსალმუნე ვინც ვახსენეთ, დიდი მეფე და დიდი მოძღვარი, კაცობრიობის მოძღვარი. ერთი შვილი შეეძინა და როგორც კი შეეძინა, დასნეულდა ეს ბავშვი. 7 დღე იცოცხლასო. და როგორც კი გაიგო დავითმა რომ სნეულია და სიკვდილის პირასაა, საჭმელი არ ჭამა, ლოგინზე არ დაწვა, აი ხმელზე წევს, არ წყალს სვამს, აი როგორ გითხრათ, არის თუ არ არის ადამიანი ვერ გაიგებს ეს მდგომარეობაშია და მსახურებმა რა არ ქნეს, რა არ ვერ შეაცვლევინეს, აი რა განსაკუთრებულია, რა გით ასკეტიკაც არ ქვია მას უკვე, გაათმაგებული ასკეტიკა დაიწყო და გარდაიცვალა ბავშვი მე-7 დღეს. ოღონ დავითმა არ იცის და მსახურები ერთმანეთში ლაპარა რა ვქნათ ახლა, რომ მივიდე და უთხრათ, მოკვდა შენი შვილი ცოცხალი რო ისე რას აკეთებს ეს კაცი და რაღაცა უბედურებას მოაწევს თავს, ხო? როგორ ჯერ კიდევ სიკვდილის განუცდელად რომ ასეთი გლოვა ქონდა, შეიძლება თავი მოიკლა საერთოდ მამა. შეუძლებელია რომ არ უთხრან მამაა და ბოლო-ბოლო მივიდნენ და უთხრეს და დავითმა გააკეთა ასეთი რაღაცა. მაშინვე ადგა, ეს სამგლოვია რო სამოსელი გაიხადა, სუფრა გააშლევინა, პური გატეხა, გაოგნებულები უყურებენ მსახურებს, საერთოდ ვერ გაიგეს თავი და ბოლო რა ხდება. და ეკითხებიან, კი მაგრამ უცო. ბავშვი სნეული იყო და მაშინო ისეთ ცხოვრების წესი საოცარია გვიჩვენეო და ეხლა გარდაიცვალა გითხარი და ჩვეულებრივ როგორ ცხოვრობდა მანამდე, ასეთ სიტყვები თქვა. სანამ ცოცხალი იყო, ვევედრებოდი ღმერთს, რომ დაეტოვებინაო ჩემთვის. აღარ არის, მიღმიერ სამყაროში წავიდაო. ის ჩემთან ვერ მოვა, მაგრამ დრო დადგება და მე მივალ მასთან.
უნდა გაგრძელდეს ცხოვრება. საქმეებია მისახედი, სახელმწიფოა, ხალხია, სხვა შვილები არიან და აი ეს ჩვეულებრივად თითქოს და ცოტა უხეშად გამოვიდა ადვილად და მარტივად ძველი ცხოვრების წესი აღადგინა. აი სწორი მიდგომა. არასასოდ გულისტკივილი იყო, მე მეორე შვილს როცა მოუკლავენ აბესალომს, მისი მტერია მამას მოსაკლავად მოსდევს ისე შვილს მოუკლავ. ცხარეცრემლები დასტირის აბესალომ, შვილო ჩემო, მე რჩინაო შენ მაგივრად მე მომკვდავრიყავიო, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ ეძლევა და აი სწორი დამოკიდებულება ეს არის. სიკვდილი ისეთი რამ არის დამით ვასრულებ, ამან არ შეგაძრწუნოს ადამიანი, უბრალოდ ჩვენ ესა განცდილი არა გვაქვს, თორე მე ესეთი ხალხი მინახავს, ვისაც ეს შეეხო, ეს სნეულების გამო. ორი კაცი, ორი მახსენდება. ერთმა მითხრა რომ გავიგეო რაღაც დაავადება, რომელიც კლავს ადამიანს და გამოსავალი არ არის, დრო გაჩერდაო თქვა. გაიყინა სამყარო. ხო არის ჩვენთვის დრო მოძრაობს, ხო წამებია წუთები. მეორე მითხრა რომ მითხრესო დიაგნოზიო, გარეთ რო გამოვედიო, საუნდყოფოდან გამოვიდა სადაც სუპერპულები რა ხდება ვერ გავიგეო. ფერი არ არისო რა, აი ხეს ყვავს თავისი რაღაცა წვანია იქ, რაღაცა წითელია, რაღაცა ყვითელი. ფერი შავ-თეთრი რა ვიფიქრა დამემართ ან ფსიქიკაზე იმ ხელაზე გავლენა დარწმუნდა რომ ხვდება. ოღონდ ეს არ იყო ჩვენ კი ვამბობ და ვიცით და ოღონდ როდის მოხდება 10 საუკუნის მერე ხო პირობითად 10 საუკუნე რო გავლის კიდე 10 საუკუნის მერე და არა წუთი სოფელი ქვია ყოფას ადამიანისას რატომ გასაგები ერთ წუთით არის ადამიანი ამ ქვეყანაზე მოსული და ყველას უდგება ეს ჟამი და ეს დრო და ეს არის დიდი ტკივილის დრო დიდი ტკივილის ჟამი ბუნებრივად ყველანაირი რაღაც დაძაბულობის და ხელოვნურობის გარეშე ამას განიცდის ადამიანი მით უმეტეს განსაკუთრებით ახლობელს. დიდი მადლობა. მადლობა, გაიხარეთ. დიდი მადლობა.